22 წლის წინანდელი ამბები პოლიტმეტრის საზომში საომშვიდობისა. წლის 31 მარტი საქართველოს მოსახლეობის 98% ხმას ქვეყნის დამოუკიდებლობას აძლევს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! აროდეს ერთი! მაშინ იყო კითხვა, შეძლებდა თუ არა ქვეყანა დამოუკიდებლობა დარსებობას. რა კითხვებია დღეს? პოლიტმეტრში ცოტნე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას ვაჟი. აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე 1991-92 წლებში. გოგი ხოშტარია საგარეო საქმეთა მინისტრი 90-91 წლებში. ნოდარ ნათაძე უზენაესი საბჭოს წევრი 90-91 წლებში. ენდეთ პოლიტმეტრს. თარიღი 31 მარტი აღინიშნა თბილისში და ზუგდიდში რეფერენდუმის დღე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა განსაზღვრა, ხალხმრავლობით დაღონისებების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. თარიღი ძალიან კარგად ახსოვს ძირითადად მათ, ვისაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდათ და აქვთ დღემდე. პრემიერ-მინისტრმა ბიზნა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანას რეფერენდუმის დღეწერილობით განცხადებებით მიულოცეს. რეფერენდუმის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. კითხვას დადებითი პასუხი 98%-მა გასცა. უკვე ამის შემდეგ 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაც გამოაცხადა. მოკლედ პოლიტმეტრი დღეს 2 ათწლეულის უკან მომხდარის ირგვლივ იტრიალებს, ცოტნე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას ვაჟი სტუდიაში, დისკუსიაში აკაკი ასათიანი უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე, გოგი ხოშტარია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ნათაძე უზენაეს საბჭოს წევრი იმ პერიოდში ბუნებრივია საომშვიდობისა ბატონებო. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ცოტნე მოლოდინი იყო ძალიან დიდი იმ დღეს, თქვენ რა თქმა უნდა იყავით პატარა მაშინ, მაგრამ ალბათ ყველაფერი გახსოვთ ძალიან მკაფიო, თუმცა მატრილი გახლდით 16 წლის. იყავით უკვე 16-ის, ნუ უკეთ გახსოვთ ვიდრე მე მეგონა, ბუნებრივია. იყო ასეთი კითხვა, მართლა ხდება ქვეყანა დამოუკიდებელი, თუ ეს არის რაღაცა ახირებული გუნდის რაღაცა თამაში, სურვილი რომ ქვეყანაში ესეთი გარემო შექმნას. როგორ ფიქრობთ, იდეამ გაამართლა? თქვენ ამბობთ იმჟამად იყო თუ არა ასეთი განწყობა, რომ ყოფილიყო ქვეყანა რეალურად დამოუკიდებელი? მაშინ იყო კითხვა, შეძლებს თუ არა ქვეყანა რეალურად დამოუკიდებლობას? მივხვდი, ანუ რეალურად რა შედეგი მოგვიტანა დამოუკიდებლობამ და იყო თუ არა ქვეყანა ამისათვის მზად თუ ღირსი, რომ ეს უკვე თქვენი განწყობის საკითხია. ეს ძალიან არაერთგვაროვანი კითხვაა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ერის პოლიტიკურ მომწიფებულობას იმ პერიოდისათვის და დღესაც თუ გნებავთ. იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რაოდენ ძვირფასად, რაოდენ ხანგრძლივი პერიოდი გვჭირდება იმ თუნდაც ელემენტარული გაკვეთილების ასათვისებლად, რაც დაუშვათ სხვა ერებმა უფრო მალე და უფრო ეფექტურად გაიარეს. მე გაგახსენებთ, ცოტა შორიდან მოული ნინო. მე გაგახსენებთ მაგალითად, რომ იმდენი ტრაგედია, რაც მოხდა საქართველოში, თქვენ ვერ დამისახელებთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთ ქვეყანას, სადაც გამეორებული იყოს. სამოქალაქო ომი, სისხლის ყვრელი, 2 სეპარატისტული რეგიონი, სადაც არანაკლები სისხლიდან დაიღვარა და ტრაგედია დატრიალდა. ასე რომ ეს თქვენი კითხვა შეიძლება რიტორიკულიც კი იყოს, რაღაც გაგებით. მე მაგალითად დღეს თუ მკითხავთ, მე არ მიღერდა. აი დღეს რომ მომცა მე ამის დაბრუნების საშუალება და თუ ავიღებთ რომ მილიონი კაცი მოკვდა შიმშილით, ტყვიით, სიცივით, ტკივილით, რა ვიცი, 1000 უბედურებით, 1 მილიონზე მეტი დღეს გადახვეწილია, მე თუ მკითხავთ არ ღირდა. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ეტაპები ყველა ერის ისტორიაში არის, უბრალოდ უმრავლესობამ პლანეტაზე მაცხოვრებელი ერებისა ეს ეტაპები უფრო ადრეულ პერიოდში გაიარა მსოფლიო ისტორიის და თუმცა ახლა ჩვენ ყველაზე ცუდ დღეშიც არა ვართ ეს მინდა გადახვევის სახით თქვა. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. თავარი რა, გამსაზღვრელი ფაქტორი ის იყო, რომ მამაჩემს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს
იმ ხალხს, ვინც მათ მხარს უჭერდა და ასეთი გახლდათ თქვენ როგორც აღნიშნეთ, აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა, წმინდათ ეჯერათ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ გზაზე მიაღწევდნენ წარმატებას, იყო ასეთი ვარდისფერი სათვალეების ტონალობაც, ასე რომ ვთქვათ, იყო ილუზია იმისა, რომ ეკონომიკურად ჩვენ გვარჩენდა მხოლოდ რაღაც მინერალური წყალი და ასე შემდეგ. კურორტები და მინერალური წყალი, რა თქმა უნდა, არ იყო მაშინ იმის გამოცდილება და იმის პროგნოზის საშუალებაც კი ვერც ერთ ყველაზე ასე ალბათ ნოსტრადამუსი უნდა ყოფილიყავი, რომ ის გაგეთვალისწინებინა, რაც ამ ბედრულ ქვეყანას გადახდა თავს. მეტწილად მე თუ მკითხავთ მისივე შვილების ბჭყალებში დამსახურებით. იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდით ისეთ გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ადგილას, რის შესახებაც პრინციპში წარმოადგენას არ გქონდა. წარმოიდგინეთ თქვენ ევროპა, თურქეთი, აქედან ირანი, რუსეთი, შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებით გესმით თქვენ და აი საქართველოს ერი მზად არ აღმოჩნდა რომ პატრონობა გაეწია, ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს ეს ჩემი ნათქვამი, პატრონობა გაეწია აი ამ მიწა-წყლისათვის, რომელიც როგორც ლანდშაფტულად, გეოგრაფიულად, გეოსტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა დანარჩენი მსოფლიოსთვის. აი მამის ხედვა თქვენ დღეს როგორ შეაფასებდით, როგორც ასევე ილუზიურს? ილუზიურს არა, რატო ილუზიურს? ილუზიური არ ყოფილა, ეს იყო ერთი მხრივ ძალიან პრაქტიკული ხედვა. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ თქვენ, ზვიად გამსახურდია ამ ქვეყანას და მოკიდებულობა მოუტანა. რამდენად ღირდა ახლა ეს მე შემდეგი პროცესების განვითარება უკვე ზვიად გამსახურდიაზე იმდენად აღარ იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მასაც ბევრი რამის შესვლა შეეძლო, მაგრამ ახლა საუბარი ადვილია, ურემი რომ გადაბრუნდება გზა მე გამოჩნდებაო მოგეხსენებათ. ახლა მე რომ დღეს ეს შკუა მქონოდა ან თუნდაც ნებისმიერ სამ სტუდიაში და უკან დაგვაბრუნა, ეს ბანალურად რომ ვთქვათ, ახლა ისტორია ნიწერბეც სლავაგაჭლნავა ნაკლაინია. თურმეობითი კილო ისტორიას არ უყვარს. რა იქნებოდა ეს ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი იყო რომ მამამ მიაღწია წარმატებას, სწორედ მამას გზამ მიაღწია წარმატებას, აგერ მე ვხედავ ბატონო დანათაძეს და გავიხსენებ მაგალითად იმ პერიოდში მათ შორის არსებულ უთანხმოებას გარკვეული ნაწილის მე ახლა პირადად ბატონო დას მე არ დავადანაშაულებ, ასე ვთქვათ რაღაც შეგნებულ ობსტრუქციასა და საბოტაჟში პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ არა რომ ის დღეს ამ სტუდიაში. თუმცა მას კარგად ახსოვს და უშუალოდ იგივე 90 წლის 11-13 მარტის ყრილობა ეროვნული ძალებისა, შესაძაც გვალმაგიდაში შემდგომ გაერთიანებული ეროვნული ძალები გავიდნენ ამ ყრილობიდან, დატოვეს იგი და მათ არჩიეს ეგრეთ წოდებული ლიტვური გზა, როდესაც მიიღებდნენ საპარლამენტო ბერკეტებს საბჭოთა სისტემის პირობებში. შემდეგ ამ ბერკეტებით მოხდებოდა რეფერენდუმის დანიშვნა და რეფერენდუმის შედეგების მონაცემებით გამოხდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენა. მაშინ ბატონო ინუდარი ამას არ ეთანხმებოდა და მე მინდა ვიფიქრო რომ იგი გულწრფელი იყო განსხვავებით თუნდაც ისეთი აგენტურისაგან, რომლითაც სავსე იყო ეროვნული მოძრაობა, ახლა ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის და მე დუმილის უფლებას გამოვიყენებ ამ შემთხვევაში. მაგრამ გეუბნებით, ვიადგამსახურდიას სტრატეგიამ, ტაქტიკამ წარმატება მოუტანა ამ ქვეყანას. აი როგორ შეირგო ასე ვთქვათ ჩვენმა ხალხმა ქვეყანამ ეს წარმატება როგორ შეძლო ვიადგამსახურდიამ ამ ყველაფერს უკვე პრაქტიკაში რეალიზება. ეს უკვე მეორე საკითხია. თქვენ იცით გამოთქმა რომ რევოლუციას ახდენენ გულანთებულები სარგებლობენ კი გარეწრები. მოიცა ბატონო ნოდარი შემოვიყვანოთ დისკუსიაში რა კიღოთ თქვენ სახსენეთ ბატონო ნოდარ თქვენ იყავით ოპოზიციაში იმ პერიოდში უკვე თუმცა ერთსულოვნება რომელიც სუფევდა იმ დარბაზშიც და დარბაზ გარეთაც ახლა 98% არის ფაქტი იყო ყველას გამაერთიანებელი. რამდენ ხანს გაგრძელდა მაშინ ეს ერთიანობის განცდა? ცოტა გრძელი პასუხი მაქვს თუ მაპატიებ ძანეთ. მე ჩემი აზრი ჩემი ანალიზია მოვლენებისა დაბეჭდილი მაქვს წიგნში, რომელსაც ქვია რაც ვიცი. ანალიზი არის ძალიან მკაცრი. მე მიმაჩნია, რომ მკვდარი და ცოცხალი ისტორიის წინაშე, ღმერთის წინაშე და ერის წინაშე თანაბრადაა პასუხისმგებელი. ამიტომ ჩემი მსჯელობა არის იქ იმ წიგნში აბსოლუტურად დაუნდობელი. ჩემი თავის მიმართაც და სხვათა მიმართაც. მე პირდაპირ გეტყვით. საქართველოს ვერ გათავისუფლებოდა, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გია გათავისუფლდება, საქართველოს ვერ გათავისუფლებოდა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე. ეს არის ანბანი. მეორე, დასავლეთმა რუსული იმპერიის, ამ ბოროტების იმპერიის დაშლის გზად აირჩია სავსებით შეგდებულად საპარლამენტო გზა. დაიშალა საბჭოთა კავშირი იმიტომ,
რომ მისმა შემადგენელმა ქვეყნებმა პარლამენტური წესით ხმამისას დამოუკიდებლობას. ამის წინააღმდეგ წასვლა, მაპატიეთ, მე პირდაპირ ლაპარაკობ, იყო სუფთა იდიოტიზმი. ნუ თუ ეგონა ვინმეს, რომ ქუჩაში დემონსტრაციით ფორუმის შექმნით, მე მადლობა ღმერთს ფორუმში არასოდეს არ ყოფილა. ფორუმის შექმნით რაღაცა არაფორმალური ვითომ არჩევნების რამდენიმე დღის მანძილზე ამის საბჭოთა იმპერია დაემხობოდა. ეს იყო უბრალოდ ზოგის მხრიდან ეს იყო სიცრუე, ზოგის მხრიდან ეს იყო იდიოტიზმი. მე გეტყვით ერთ მაგალითს. ჩამოსულნი იყვნენ ერთი ლატვიელი იურისტი და მეორე ლატვიელი სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი. მივედი ტელევიზიაში და ჩავწერეთ საუბარი. შუაში მე ვზივარ ვაზზე, ასე ვთქვათ, მიმნიშნებელ კითხვებს. და ისინი მოუთხრობენ მაყურებელს, რას მიაღწია ლატვიამ დამოუკიდებლობის ჩათვლით პარლამენტში პატრიოტების გაყვანის შედეგად. შესანიშნავი გადაცემა გამოვიდა, ძალიან დამაჯერებელი და ცალცაღა. და რა თქმა უნდა, ჩეკა ხელმძღვანელობდა ტელევიზიას, აქ ორი აზრი არ არის. იმანეს გადაცემა არ გაუშვა. ესე იგი, დავალება იყო რუსული, მიმართულება იყო რუსული, კურსი იყო მიცემული რუსული, რომ არჩევნები ჩაიშალოს. მე დღემდე ვერ მიპატიებია და ვერასოდეს ვერ ვაპატიებ ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერს, ან ვითომ ლიდერს, რომელიც მასში გამოდიოდა არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ. არჩევნების ბოიკოტი რომ მომხდარიყო, რა მოხდებოდა იცით? არასოდეს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. აი ბატონო და თქვენ უკაცრავად, აი თქვენ ბძანეთ რომ თვითკრიტიკულიც ვარო აი ამ წიგნშიო, რაში გამოიხატება თქვენ თვითკრიტიკულობა? ეს სხვა ეპიზოდებს ისეთი შეგიძლიათ აი ეს იყო თვითკრიტიკული თქვა, მაშინ როგორც ოპოზიცია ზუსტად გამსახურდეს, როგორც ვიცი, სულ 11 ადამიანი იყავით უზენაეს საბჭოში ასეთი. გეტყვით. ხო და საქართველოს ვერ გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, ვერავინ ამაში ვერ დაგვეხმარებოდა. ეხლა თქვენ მეკითხებით, რაში იყო ჩემი ოპოზიციონერობა. იმაში იყო ჩემი ოპოზიციონერობა პარლამენტში. აქ ეხლა დამოუკიდებლობა, ვთქვათ, უკვე გარანტირებული იყო, აქ ამაზე ლაპარაკი აღარ იყო. იყო ჩემი ოპოზიციონერობა იყო იმაში მაგალითად, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა უფლებამოსილება რუსი გენერლის მურავლოვის, რომ ემართა სიტუაციას ცხინვალის რეგიონში. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩემი ოპოზიციონერება იმაში გამოიხატებოდა, რომ მაშინ, როდესაც რუსული რეგულარული ნაწილები ცხინვალის ზონაში აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებას ქართული მილიციის წინააღმდეგ, ჩვენ ეს პარლამენტის დარბაზში დაგვეფიქსირებინა, შევგექმნა დოკუმენტი. მე ამას მოვითხოვდი. მაგრამ პარლამენტმა მასხარად ამიგდო. რუსეთს ომს უცხადებს ეს სულელია ვიღაცაო. ამაში ოპოზიციონერი ვიყავი. და ძალიან ბევრ რამეში. დღეს რა თვითკრიტიკული ხართ აი ხა დღევანდელი გადასახედიდან თქვენი ქმედებების ოპოზიციის ქმედებების მიმართ ვფიქრობთ რომ ეს სწორი პოზიციები იყო და არ გაითვალისწინებთ ხელისუფლებას სამწუხაროდ. ეს რაც გითხარით, ეს აბსოლუტურად სწორი იყო და არის. ესო გაგვეკეთებინა ჩვენ დღეს სხვა სიტუაცია გვექნებოდა. დიახ. ჩემი თვითკრიტიკული პოზიცია აი იმ წიგნში მე ასე მაქვს დაფორმულებული და არ მგონია რომ როდესმე ამას გადავხედო. აქ მიწელია, რაც მოხდა 75% იყო ზვიად გამსახურდია შეცდომების ბრალი. მაგრამ ის დანარჩენი 25%-ის კმარა იმისთვის, რომ ყველანი დანარჩენი ვიღავით პოლიტიკურ ასპარეზზე, კედელთან მიყენებული ვიყო და დავიხვრიტოთ. აი ეს არის შეიპოვეთ. აი რეპლიკა აქვს ცოტნეს, დიახ. საინტერესო არითმეტიკა გაქვთ ბატონო და როდესაც 25%-ის 75%-ს გადასწონის ასეთი პროპორცია ხომ არ იყო აი თქვენს მაშინ დამტკიცებულებებსა და ჭეშმარიტებას შორის? არა, ეს იყო არითმეტიკულად სწორი პროპორცია. გამოაჩინა ისტორია, კი ბატონო. მეტი არაფერი არ იყო. ბატონო და დაგიბრუნდებით უკაცრავად ბატონო გოგი მინდა ჩავთოთ დისკუსიაში. ბატონო გოგი, თქვენ დიდხანს იყავით მთავრობაში. დიდხანს იმ პერიოდიდან გამომდინარე ზოგადად დიდხანს არ იყო გამსახურდია ხელისუფლებაში, მაგრამ უმეტესი ნაწილი რაც ის იყო პირველი პირი ქვეყნის. რატომ ვერ გაგრძელდა მაინც როგორ ფიქრობთ თქვენ აი ეს დიდი ერთიანობის განცდა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიტანა ქვეყანაში და ხელისუფლება შესაბამისად. გეტყვით, ცოტა ფართო დავიწყებ, მეც ავიღებ უყურებას, რა ყოველს ქონდა საშუალება. ჩემთვის
ყველაზე დიდი მოვლენა ფაქტი კონკრეტული ისტორიული პროცესისა რაც ხდება ბოლო 30 წლის თუ 25 წლის განმავლობაში ეს არის ეროვნული მოძრაობის გაჩენა და ეროვნული სულისკვეთების ეროვნული სოფხედველობის მუხტის ძალიან დიდი ინტენსივობით გაჩაღება. ეს მუხტი ქართულ კაცში ყოველთვის იყო, მაგრამ განსაკუთრებით ეს მოხდა სწორედ ეროვნული მოძრაობის ლიდერების მეშვეობით. ნათლად ვიცი, რომ ბევრს გააზრებული 90% ცხოვრების პროგრამა ქონდა ეგეთი. პირდაპირ უთქვია ჩემთვის, ჩვენი ვერ გვალი მაგიდის წევრებს. ესე ვიქნები, მე დავამთავრებ უმაღლეს, მე შევალ პარტიაში, მე მივიღებ რაღაცა და მეო, პირდაპირ ვთქვი, მე გამომაფხიზლა, ზვიად გამსახურდია. ეს მუხტი ანტიიმპერიული, ეს მუხტი ქართული, ეროვნული, ნაციონალური. ეხლა სიტყვა ნაციონალობა ნაცებმა ცოტა არა მაგას მაინც ვერ დასლეს. ეს არის მიმაში ყველაზე მთავარ დამსახურებად ერთში გაღვიძება ნაციონალური თვითშეგნება. ეხლა მე არ მინდა ესეთ გარჩევებზე გადავიდე იქ 25%, 75% ის შემთხვევა ეხლა ეს არ არის ის ადგილი, სადაც დისკუსია სიამოვნებით მე უყოლას პატივცემს უზარმაზარ ცოდნესაც ბატონო ნათაძესაც კაკო აგერარი ყველაფერი და ამაზე შეიძლება დიდი დისკუსიის მოწყობა აკადემიურად უფრო მაგრამ ზოგადი მიზეზი რა თქმა უნდა იყო ჩვენი პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი დონე რაღაც ბევრ რამეში გაუთვალისწინებლობა იმ კატასტროფისა, რაც შეიძლება მოყოლოდა აი ამ ჩასაფრებას ხშირად ურთიერთ ჩასაფრებას, ან მოუთმელობას, ან თავკერძოებას, ან უჩემოდ ვინ იმღერაო, ეს იყო ეს მომენტები. ემოციურობა გია. კი. ეხლა რა თქმა უნდა, აი ცოტა სწორედ თქვა. ეხლა რომ დაგვაბრუნა იმ დროში რამდენჯერ მიფიქრია, მწარეთ მიფიქრია. აი ამას ხო აღარ გავაკეთებდი. აი მას ხო რას ბატონო გოგი, რას აღარ გავაკეთებდით? აი მაგალითად თქვენ პირადად. უფრო ეცეთ რა. ძირითადად როდესაც მე ზვიადმა დამიძახა და მითხრა რომ უნდა წახვიდეო თანამდებობიდან კი ბატონო რაზე ლაპარაკი მაგრამ მე გამაცოფა იმ კანდიდატურამ ვინც უნდა დამზარიყო ეს იყო ომანიძე რომელზეც თვითონ გვეუბნებოდა რომ ეს არის კგბ-ო მაგრამ მე ესეთი მტკივნეული რეაქცია არ უნდა მიმეცა მე უნდა მზარიყავი წყნარად სახლში რაც უნდა რომ მე ყოფილიყავ სამხატვრო აკადემიის რექტორი მაგრამ და არ იყო და განსაკუთრებით ეხლა მე სამხედრო ოპოზიციის ხელმძღვანელი არ ყოფილა, თორე სამხედრო უკვე ოპოზიცია არ არის, ეს ბუჩია. და ეს არ უნდა დაშვებულიყო. ეხლა ჩემ ძალებს ეს ბევრად აღემატებოდა. მე რა თქმა უნდა, აი ამ სამხედრო დაპირწინააღმდეგი ვიყავი და ჩემი სატაბელო იარაღი სხვა კაცს მივეცი. არ გამივარდეს ხელი და მე ქართველს არ მოვარტყა თქვია მეთქი. მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ მე დავაკელი რაღაც. მე ამას წარეთ ვნანობ ეხლაც აი მთელ მოვლენებს ვისი ბრალი რა აი ამას ზამწარეთ და ეხლა მაგრამ აი დეტალური გარჩევა იმან რომ ეს ექნა იმაში რომ ეს ექნა ესე თქვა აი ეს საინტერესოა მაინც ყოველთვის მაყურებლისთვის ეხლა დღეს მე ვეცადე ამ ისტორიის აღდგენას მეტნაკლებად და რომ გონია რომ გვახსოვს ბევრი რამ ძალიან ბევრი რამ არ გვახსოვს როგორც აღმოჩნდა და ამიტომ გადავწყვეტეთ ჩვენ დღეს ამ გადაცემის გაკეთება აი მაგალითად ნუ უფრო დინჯად მოვიქცეოდი როგორ გითხრათ რა აი ესე ჩემი საკუთარ მე ყოველ შემთხვევაში მე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ვარ და შეეხლა თავს არ ვიქებ რომელსაც მithქვია რომ ამ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა იქ ჩემი წვილი ბრალიც ეხლა ცოტნეს უნდა გამოხმაურება თქვენ აი ამ თემასთან დაკავშირებით მე ვიტყვი აი დანიშნებთან დაკავშირებით რომ
არ იყო მართვის გამოცდილება რეალურად. სახელმწიფო მართვის გამოცდილება მე თუ მკითხავთ რა იყო, იცით? აი ერთ-ერთ ამერიკელ პოლიტოლოგს აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ნაციონალიზმი აი და ხო ზოგადად გამსახურდია ხშირად უსაფუძვლოდ და გადაჭერბებულად სხვათაშორის ამ ნაციონალიზმში ადანაშაულებდნენ. სხვათაშორის ეს იყო პროპაგანდისტული ტრიუკიც, რაღაც გებელსის მსგავსი პროპაგანდის მანქანის, რომელსაც იმჟამინდელი ოპოზიცია და მოსკოვი მართავდა და რა იყო იცით, აი რეალურად რაც არ იყო მაგალითად მართვის გამოცდილება, რომ ნაციონალიზმზე მოგახსენეთ, ნაციონალიზმი გარკვეულ წილად ითამაშა როლი ამორფული მასის შეკვრისათვის, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ეს ნაციონალისტურ პათეტიური ტონი, მე ვიტყოდი ემოციური ტონი. ჩვენ ალბათ კიდევ ერთი დღესაც შეიძლება არ ყოფილიყავით დამოუკიდებლები. პრინციპში გასმა რომ ვთქვას, მაგრამ აი ამ პათეტიკის გადატანა უკვე სახელმწიფო მართვაში, როგორც ნახეთ, უკვე არაეფექტურია. თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ შეცდომები იყო? შეცდომები რა თქმა უნდა, იყო როგორ არ უნდა. კონკრეტიკა შეგიძლიათ მე გეუბნებით. ახლა შეცდომები ახლაც არის ხოლმე დღესაც ძალიან გამოცდილ ქვეყნებში, ამას არ გულისხმობთ. რომაელი სახელმწიფო მოღვაწის სიტყვებით უპასუხება, ასე ვთქვათ, აი ბევრ არაკეთილ მოსულნეს, რომ გავაკეთე რაც შემეძლო, თქვენ გააკეთეთ უკეთესად. ხომ გითხარით, თურმე გითილოს ისტორია ვერიდას, რაც შეეხება შეცდომებს. აი ახლა მე თქვენ ერთ ეპიზოდს მოგიყვანთ, ბატონი გოგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახალდათ. ახლა ეს მეორე საკითხია, მაშინ აი მაინდროინდელი დეტალების გახსენა მე გავიხსენა ერთ პიროვნებას, შემიძლია მისი სახელი და გვარიც მოგახსენოთ, რომელიც იყო მე თავად რაც შევესწარი 16 წლის ბიჭი. როდესაც ჩვენთან კოლხური კოშკის ეზოში ეს კაცი მოსული იყო, თედო პაატაშვილი არის ასეთი ვინმე, თედო პაატაშვილი, რომელსაც მას მერე რაღაც ის რა ქვია არ მინდა ახლა სხვა ფორმატში გადავიყვანო საუბარი, მაგრამ ბუდკაში ვაჭრობის შემდეგ არაფერი უკეთებია. ისევ შემთხვევით მოხვდა, დიახ, ოპოზიციაში იყო, შემთხვევით მოხვდა პოლიტიკაში და შემთხვევით, ასე ვთქვათ, საკმაოდ მალე ნახა თავის გეზი და კვალი. და თედო პაატაშვილი მაშინ აღმოჩნდა, ასევე ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით აღმოჩნდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად. ხო და თუ სწორად მახსოვს, ხომ ასე იყო? ეგრე იყო, კი. დიახ და მე მახსოვს, რომ მამამ მას გადასცა მასალები, ესე ვთქვათ, სქელი კონვერტი, რომელიც უნდა დაეგზავნა მას სახელმწიფო საფრანგეთში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში და სამაჩაბლოში სხვათაშორის განვითარებული პროცესების შესახებ და რას ეუბნება, აი მე ჩემი ყურით რაც მაქვს მოსმენილი. მე თქვენი პოსტალიონი კი არა ვარ. აი ეს ნაძირალა დიდი ბოდიში თქვენ. აი ეს რომ გასაგებია. აი გენოცვალი ერთის მზანდებოდეს ახლა დამრწმუნეთ მე კიდევ უფრო მეტის მოყოლასაც შევძლებდი ის რომ მზანდებოდეს ახლა, მაგრამ კი ვიღებ თქვენს იმას რა ქვია მოსაზრებას, მაგრამ ეს რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ეს რომ ყოფილიყო, იცხობ როგორც მინიმუმი თანამდებობას დატოვებთ. როგორც მინიმუმი. მე არ ვიძახი უფრო აი რაღაც ავტორიტარულ სისტემებში, ახლა პუტინისთვის რომ ეს ვიღაცას ეთქვა, თქვენ როგორ გონიათ ის დღეს სად იქნებოდა. და შემდეგ ასეთი ხალხი გამოდის და რამოდენიმე თვეში გადადის ოპოზიციაში, ადამიანები, რომლებიც ობსტრუქციას უყუწყობენ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, გადადის ოპოზიციაში და გეუბნება გამსახურდიას დიქტატორობის შესახებ. ესმით ან ადამიანები, რომლებსაც იარაღი აიღეს ხელში, აი დღეს როგორ გონიათ ახლა იგივე რომ მომხდარიყო, აი ვინმე გაამტყუნებდა, თუნდაც იგივე ეს ჩემს მიერ ესე ვთქვათ, დიდად პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს. მე ვერ გავამტყუნებდი, რომ გასულიყო 300 ვიღაც გარეწარი, იარაღი აიღო ხელში და გარეძალიდან დაფინანსებულს, აი დაუშვათ, აი აიღო რომელიმე სანატორიუმი თავის ბაზად და მიხეილ სააკაშვილს იქ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, მე მას ვერ გავამტყუნებდი. ჩვენ კიდევ მაშინ ვლაპარაკობდით პირველმა ვინ ისროლა, რას ქვია პირველმა ვინ ისროლა. იმას რა ქვიან ზაკოს მის რა ქვიან უფროსის მოადგილის დავალებით, ბეპაევის დავალებით და მოსკოვის გენერალიტეტის დავალებით, რაც არ იყო პრინციპში დამალული. მე ჩემი თვალით მყავს საბჭოთა ჯარისკაცები მაშინ ნანახი ამ საომარ მოქმედებებში. როცა მათი დავალებით შენ ანგრევს საკუთარ სახელმწიფოს, რის შედეგადაც დადგა აი ეს მილიონი კაცი დახვეწილი და მილიონი კაცი დაღუპული სხვათა. ხა ბატონო და რეალურად რომ 75% მაინც არისო პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების ბრალეულობა აი ამ ინციდენტში ხა ჩვენ შეიძლება ვიდეო რომელ ინციდენტში ბატონი ნოდარი ბატონ ნოდარს ძალიან საინტერესო სამოქალაქო დაძაბულობის ესკალაციაში თუნდაც გაუნეიტრალებლობაში. რის გაუნეიტრალებლობაში ეს იყო აბსოლუტურად ბატონ ნოდარს ახლა თავის საინტერესო ლოგიკა და საინტერესო არითმეტიკა აქვს ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ეხლა მე მის წინააღმდეგობრივ განცხადებებზე არ ვისაუბრებ, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა.
მაგრამ იცით რა არის, მე არ უარყოფ და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ შეცდომები იყო. აი თუნდაც იგივე სახელმწიფო მართვის გამოცდილების არარსებობა, ის იგივე რაღაცა პათეტიკურ ემოციური სტილი, რომელიც უნდა ასე ვთქვათ დაღვინებულიყო, ვინ გაცალა, ესეც იყო ესმით თქვენ. შეუძლებელია რომ 6 თვის განმავლობაში ადამიანს რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს ყველაფერი მოთხოვა. გესმით? ეხლა ჩვენ ამას უკვე დღეს ხვდებით დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე. რა იყო შეცდომა, რომ ხელა მონსტრი ესე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი და შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე აბსოლუტურად შეუსაბამო ძალით ებრძოდა და არ იყო კაცი პატრონი ესე რომ ვთქვათ. ჩვენ თუ გახსოვთ მაგალითად ჯორჯ ბუშთან გამართული პოლემიკა მამაჩემის, რომ ბუშმა თქვა რომ სისულელეა იქ დამოუკიდებლობა რიდიკულოს სისულელეა სასაცილოაო იქ რაღაც დამოუკიდებლობის გამოცხადება და რაღაც ესეთი პროცესები. შემდეგ მამაჩემმა უპასუხა რომ ეს დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს რომ გამსახურდია, მამაჩემმა უპასუხა ბუდას სიტყვებით რომ დინებას მხოლოდ ლეში და ამგვარი თებზები მიხვებიან და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ, აი ეს ამ ეპიზოდს გავიხსენებთ, უგნებთ, ეს არ იყო სწორი. არ იყო სწორი, ჩვენ ძალიან ბერს ვლაპარაკობთ რაღაც ჩვენ 2500 წლიან თუ ზოგიერთი ესე ვთქვათ თავგადაკლული, მე მგონი ჩვენი სახელმწიფოებრიობის 8000 წელზეც არის ახლა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ ბოლო 1000 წელიწადია თუ გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ მესამეს გულისხმობ, იგი იყო სწორედ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და ამ 1000 წლის განმავლობაში ჩვენ 200 წელიც გადაბმულად კი არა, ჯამში არ გქონია და დავამთავრებ გენოცვალი, ხო და შეხედეთ, არ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტთან მით უმეტეს როდესაც შენ აქედან მონსტრი შემოყურებს ჩასაყლაპად რაღაც პოლემიკაში შესვლა. ძალიან არათანაბარია ბალანსი. გესმით თქვენ? აი ეს თქმა მინდა და თქვენ ამ შემთხვევაში ხართ კრიტიკული მამას დიახ რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ბატონ ნოდას მინდა უპასუხო რომ აი ჯორჯ ბუშმა შემდგომ რომ რამოდენიმე თვეში უკვე აღიარა ესე იგი როდესაც ამერიკაში არჩევნები მოვიდა აღიარა მასში სტრატეგიული ხედვის არარსებობა ასე რომ ვთქვათ და ბილ კლინტონმა ფოტოშოუს ეს მისი ლოზუნგი ძალიან მისი სიტყვები ძალიან ოსტატურად დაიჭირა და გამოიყენა ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ჯორჯ ბუში მიუხედავად იმისა რომ ცერეუს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი გახლდათ, მას არ ჰქონდა რაღაც სტრატეგიული ხედვა. იგი იყო კარგი ოპერაციონისტი, კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ აი მათ ვერ დაინახეს აი თვალის დახამხამებაში მათ მიღმა განვითარდა ეს პროცესი. მოდი ბატონო აკაკიც ჩავთოთ დისკუსიაში ბატონო აკაკი. რაშიც მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს შეერთებულ შტატებს იმ თავით. ჩვენ ხა ძალიან პოზიტიური მიზეზით შევიკრიბეთ, რეფერენდუმი იყო უკიდურესად პოზიტიური მომენტი საქართველოს ისტორიაში და მას შემდეგ გამოცხადებული დამოუკიდებლობა, თუმცა, როდესაც ამ თემებზე საუბრობ, შეუძლებელია რომ აცდე იმ ნეგატივს, რომელიც ყველაფერ ამას ძალიან მალე მოყვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა აი დაპირისპირების, შეერაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება? თქვენ მე მეკითხები? არა, თქვენ არა ბატონ ნოდარ, ბატონ აკაკის ვეკითხებით. დაგიბრუნდებით ბატონ ნოდარ. არა, შეიძლებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაც ისაუბრეს დღევანდელმა სტუმრებმა და წამყვანმა ცოტა ძალიან მიხარია რომ თავისუფალია და აქ გახლავთ. უნდა ვთქვა რომ ახლა რაც შეეხება აი მომენტს ხო დამოუკიდებლობა, ესეთი აზრიც მსმენია რომ აი მაინც მოვიდოდა და რასაბრძოლველი იყო. გარწმუნებთ თვითონ არ მოდის არაფერი და მით უმეტეს დამოუკიდებლობა. ეს იყო ისტორიული შანსი. ისტორიული შანსი იმოცნების ასრულების, რომელიც გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, აი ქვეცნობიერებადაც კი ყოველ ადამიანში და ყოველ ქართველში. აი ყოფით დონეზეც კი ვლინდებოდა ხოლმე, ვერ ვიტყვი რომ ეს იყო აი ბალტელებივით აბსოლუტურად მთელი ერის, მთელი აი ეთნოსის მიერ გაცნობიერებული ამოცანა, მაგრამ ნამდვილად იყო გაუცნობიერებელ დონეზე ყველაში და იყვნენ ადამიანები, ჯერ ერთეულები, ათეულები, რომლებიც ამისთვის თავს წირავდნენ. ყოველ თაობაში, ყოველ ათწლეულში თქვენ მოძებნით ასეთ ადამიანებს ჯერ რუსეთის იმპერიის პერიოდში და შემდეგ საბჭოთა პერიოდში, როცა გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო ვიდრე რუსეთის იმპერიაში. თქვათ რეპრესიების თვალსაზრისით. ამიტომ შეუძლებელი იყო რომ თქვათ აი გამსახურდია მერაბ კოსტავა, ზოგადად გამსახურდია მერაბ კოსტავა ასეთ ადამიანებს ასეთ გადამწყვეტ მომენტში თუნდაც არ ეგრძნოთ ამ შანსის გაჩენა და არ ებრძოლოთ მისი განხორციელებისათვის. მე ვფიქრობ რომ ისტორიული დამსახურება, ზოგადად გამსახურდიასი არის სწორედ ის რომ აი ბევრს გული უჩუხდება დღეს არავინ დავობს რომ დიდი პატრიოტი იყო მთელი ცხოვრება გადადო სიცოცხლეს გაწირა თავისი ქვეყნისთვის მაგრამ როგორც პოლიტიკოსი აი ზოგი თulis რომ ასე არ არის ეს ისტორიული შანსის შეგრძნება და მისი გამოყენება სწორედ იმ გზით რაზეც ბატონმა ნოდარმა ბრძანა სწორედ არჩევნების გზით არ იყო მისთვის ეს ადვილი საქმე
ის იყო რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, იყო შეურიგებელი ოპოზიციის არაფორმალებს უწოდებდნენ მაშინ მათ. ხო, წარმომადგენელი და მისთვის აი ასეთი მკვეთრი ცვლილება თქო. ჩვენების გზა ირჩია ბუდისტებით, აი პარადოქსია, სხვათა შორის მათ რადიკალს უწოდებენ და თავად გამოაცხადეს თავი დემოკრატებად, მაშინ აი ამ 13 მარტს არჩევნებმა. და სწორედ რადიკალმა ზვიად გამსახურდიამ აირჩია ევოლუციური გზა და არჩევნების გზა. ეს იყო მისი უდიდესი ისტორიული ნაბიჯი, დიახ. სწორედ ზვიადმა რომ ეს არჩევანი გააკეთა, ხო? და იმიტომაც დავირაზმეთ მის გარშემოს ადამიანები, რომლებიც ისედაც მის გარშემო ვიქნებოდით, ძალიან გვიყვარდა პატივცემით, მაგრამ რაზე იყო ლაპარაკი და არა მარტო ჩვენ, ხო? მაგრამ ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი მისი მხრიდან. მან აირჩია გზა, რომელმაც მიგვიყვანა 31 მარტის რეფერენდუმამდე 9 აპრილის აქტამდე და ეს წერია გაერო მიგვიღო ამის საფუძველზე პირდაპირ არის ფორმულირებული, როცა საქართველოს გაეროში იღებდნენ, რომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით და დეკლარაციით 9 აპრილის და მე მახსოვს პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ნაკრები რომ გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე, დიქტორმა ინგლისურად დაათვალა ჩვენი დამოუკიდებლობა სწორედ 91 წლის გაზაფხულიდან და არა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომიდან. ანუ ადამიანები თვლიდნენ, როცა შენ ახლა აცხადებ დამოუკიდებლობას, იმ დროიდან ახლა დამოუკიდებელი. ეს იყო გადამწყვეტი მისი წვლილი, ამას ვერაფერი ვერ მოერება, ვერაფერი ვერ წაშლის, ამიტომ ასე უნდა უდგებოდნენ. ამას და ვიმეორებ არაფერი თავისთავად ეს დამოუკიდებლობა ესეთი რამე არ იყო, რომ აი ესე ვისხდებოდით ჩვენ ყველანი და ეს თვითონ მოხდებოდა. ეს იყო რთული პროცესი, იგივე შეერთებულ შტატებში. აგერ ბუში ახსენებს. აბსოლუტურად სწორია ცოტნე როცა ამბობს, რომ არ უნდა ეკამათო, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ეს მე ცენტრალურმა სადაზვერვმა სამმართველომ დადო. მე შეერთებულ შტატებში მითხრეს, ყოველ თვე მოხსენება იდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლება. მათ კიდე არ წარმოედგინათ რა პროცესები, მე დავრჩი გაოცებული ვიყავი. მაშინ რაზომამდე, აი ამ ხელა მანქანა მუშაობდა შეერთებულ შტატებში საბჭოებთან დაკავშირებით და საბჭოთა კავშირის სხვათა შორის შეერთებულ შტატებზე. არ ბოლომდე არ წარმოედგინათ ერთმანეთის ძალა, სისუსტე, პროცესები, განცვიფრებული ვიყავი ამით. რო ჩამოვედი უთხარი ბატონზეც ეს არის დიდხანს დავრჩი იქა და გაკვირვებული ვარ მეთქი რამდენიმე ადამიანი ვნახე, ვისაც ესმოდა ესა, ეს იყო ზიგმუნდ ბჟეზინსკი, გასაკვირი არ არის მე მგონი და დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, ჯოზეფ ბაიდენი. მაშინ იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. და იქ მითხრეს, რომ ჩვენს პრეზიდენტსო არ ვიცით არ ესმისო, არ ვიცით არ უნდაო, რა მიზეზით არ უნდა არ ვიცითო და იყავით ფრთხილად და ყურადღებითო, იმიტომ რომ ასეთი დამოკიდებულება. სხვა საკითხია რომ არ უნდა ეთქვა. ბუშის ფორმულირება გახსოვთ ხო, ზუსტად როგორ იყო გამსახურდიას არ ეცმის პროცესი, ის დინების წინააღმდეგ მიდის. ახლა მაშინ ეცინებოდა და ისტორიამ დაადასტურა, რომ გამსახურდიას კი სწორედ ესმოდა პროცესი და დინების წინააღმდეგ კი დინებას უსწრებდა გამსახურდია. მე წინააღმდეგი ვარ, არ მიდიოდა დინების წინააღმდეგ ეს. სინამდვილეში ეს აღტკინება, ეს რომანტიული განწყობა და აი ეს მეორე რაც ცოტნე ვთქვა და ამ მოხარულია რომ ასე უყურებს ის ობიექტურად, რაც გამოყვა ჩვენ მოძრაობიდან, აი მუხრუჭებზე უნდა დაგვეჭირა ფეხი. როცა მოვედით ხელისუფლებაში, როცა სახელმწიფოში სათავეში მოვეკეცით, აი მუხრუჭებზე უნდა დაგვეჭირა თუნდაც საგარეო პოლიტიკაში საშინაოში, მაგრამ ეგ არის არა მარტო ეროვნული მოძრაობის დამახასიათებელი, არა მარტო მრგვალი მაგიდის, ეს არის, არ ვიცი, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი თვისება არის, ჩვენ მაქსიმალისტი ხალხი ვარ და ნელ-ნელა მე იმედი მაქვს, აი თაობები მოვლენ, ჩემ შემდგომი, კიდე შემდგომი, რომლებიც თანდათანობით მიეჩვევიან კომპრომისის ხელოვნებას. იმას, რომ ჩვენი ოცნება რაც გინდა ლამაზი იყოს, თავისთავად ასე ადვილი ასახთენი არ არის, მის ახთენას უნდა სერიოზული შრომა, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული, აი step by step როიძახიან, ცნობილი გამოთქმა არის, ხო? ინგლისური ჩვენც აგვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ. ამიტომ ეს იყო, ხო და აი ეს აი უკომპრომისობა. აი რაღაცნაირი გაავება ერთი, აი ჩასაფრებულობა ახსნა ბატონმა გოგიმ, ხო? პოზიციების მიუღებლობა, აი გინდა თუ არა ასე უნდა იყოს. ნაციები, ევროპული ნაციები, განსაკუთრებით ჩრდილოელები, ნუ ბუნებრივია, უფრო ადრე მივიდნენ აქამდე, ნუ ესეც ხასიათია. აი მართლა ხასიათი არის ძნელი რამ, აი გამოცდილება რომ მქონოდა მე პირადად, ხო, მე ჩემ თავს ვადანაშაულებ ბევრ რამეში, აი გამოცდილება, ოღონდ აი ვადანაშაულებ როგორ, ხო? რასაც შეიძლება რაღაცას ხდებოდა, რაღაცა იცოდე, იმის მე ბევრი კერაფერი მისწავლია და გამიგი. მაგრამ აი გამოცდილება ადამიანების ნაკლები ილუზიები იქნებოდა ვთქვათ, ხო? უფრო რეალური წარმოდგენები რაში იდეალიზმი, იდეალიზმი. მაგალითად არ წარმომედგინა თუ ქართველები. იდეალიზმი თავისი ხიბლიც არის.
არის რა თქმა უნდა და ეს ჩვენ ბევრს არ ესმის ერთი ოპონენტების მაშინდელებს ველაპარაკე და ისტორიკოსები არიან ისინი და ხა პარლამენტში არიან და მე პატივს ვცემ და მათ აპირისპირება ჰქონდათ ზვიათან ადამიანს ხომ ესმოთ აი ჩვენ გავიარეთ ის რაც მე-19-ში ვიღაცა ზოგმა მე-17-ში მე-18 ინგლისში მე-16-მე-17-ში მოჭრეს მეფეს თავი საფრანგეთში ჩვენი მდგებარეობა ესეთი რთული მდგებარეობა ითვლება რომ კავკასია არის ყველაზე რთული მოქმედებს ეს ჩვენს გეოსტრატეგიულად ეთნიკურად კულტურულად ეს არის რაღაცას ძალიან რთული რეგიონი ჩვენ ვარ ბოთლის საცობი ეს ბოთლი არის ისლამური ბოთლი და იმის საცობი ვარ საზღვაზე ჩვენ ეხლა შენ ხო გესმის რამხელა დემეტრე პირველი მაგალითად დავით აღმაშენებლის ვაჟი ნაკლებად ახსოვს და ნაკლებად ისტორიაში მაგალითად გვერდით არ ეთმობა ხოლმე იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი ჩვენ ნაკლებად გვახსოვს მეომარიც იყო კომპრომისები შეიძლება აი უკომპრომისება მე მაგალითად თulis სიმართლე გითხრათ რომ რიგარეში არჩევნების საკითხი რომ დავაყენე სექტემბერში სწორედ და აი რომ არ გავიტანე ბოლომდე რომ არ ვეცადე თავიდან დამეთანხმა ბატონეზე და მე გადაარწმუნე. ეხლა თქვენ არ მიგიღიათ აქტიური მონაწილეობა ამ რიგარეში არჩევნების კამპანიაში, რაც შემდეგ ოპოზიციური კამპანია იყო, თქვენ აღარ მიგიღიათ მონაწილეობა, ამას ნანოხთ ესე იგი თქვენ. ოპოზიციაშიც არ აღმოაჩნდა მას მხარდამჭერები, იმიტომ რომ განწყობა რადიკალური იყო, რომ აუცილებლად იქამდე უნდა მისულიყო საქმე, სადამდეც მივიდა. მე ეს ვერ გავითვალისწინე, რომ აქამდე შეიძლებოდა მისულიყო საქმე. აი მე მგონია რომ აი უმწიფარობა ჩემი აი სახელმწიფოებრივი რომ აი ეს ემოციური როგორ ახლა ქართველები როგორ ასე ამას იზამენ და თბილისი დაიწובה ერთმანეთს დახოცავენ მე ეს გაგრძელდება სამოქალაქო ომის სახეს მიიღოს ვინმეცა პატარა ერს სამოქალაქო ომის ფუფუნების უფლება ეს შეერთებული შტატების ფუფუნება რუსეთის საფრანგეთის ჩვენ პატარა ხალხებს არ სჩვევიათ სამოქალაქო ომები მაგრამ აი ცენტრალურ ამერიკელებს აქვთ ხოლმე ეს ამბავი სამხრეთ ევროპელებს აქვთ ხოლმე ხომ ხასიათი ხო ჩვენ უნდა ხვეწოთ ჩვენი ხასიათი აი ეს კრიტიკულად უნდა გვახსოვდეს და აბსოლუტურად უნდა გვახსოვდეს რა მოხდა 31-ში ხომ ჩვენ აღვიდგინეთ ღირსება ჩვენ გავშთით რუკაზე ეს არ არის გორბაჩოვმა კითხა რა გინდა თუ ბოლოს და ბოლოს არა იცი მე ვთქარ მარტივად რუკაზე რა ჩემშვილს რო ვეუბნები რომ შენი სამშობლო ქართული ხალხი ასეთი არის ხო რომ წამოიზარდა მკითხა კი მაგრამ ამ პოლიტიკურ რუკაზე რა თუ არ ხვატივართ ეს მინიმუმ ამას მაინც იმსახურებდა ქართული ხალხი და ეს ქართული ხალხი ამსახურდიას მეთაურობით იყო შემოქმედი თავისი დამოუკიდებლობის და ამიტომ არ დავკარგავთ მას არასდროს განსხვავებით 1918-21 წლებისაგან იმიტომ რომ ფორმულირებაც კი ჩვენ კი ვთქვით რომ 1918 დეკლარაციის და რა თქმა უნდა პატივს მივაგებდით და სამართალმემკვიდრეობა გვინდოდა შეგვენარჩუნებინა თორემ წაიკითხეთ რომ რადგანაც დაიშალა რუსეთის იმპერია რადგანაც ესე იგი იშლება და ბოლშევიკები მოვიდნენ იძულებული ხვდებით გამომაცხადოთ დამოუკიდებლობა აი ეს მოხდა ეს ჩვენ მოვიპოვეთ აი ეს იყო ისტორიული დამსახურება შეცდომებზე და ნაკლზე ლაპარაკით იმდენი შეიძლება მანამდელზე მომდევნოზე რომ მე გარწმუნებთ ახლა ამის დრო არ არის თუ სასწორზე დაიდება მე ის უფრო მიკვისასაც მივახციეთ იმ ერთ წელიწადში და სტრატეგიულად აბსოლუტურად სწორი იყო ყველაფერი და კიდე ხვალდაზე გამოჩნდება რომ სწორი იყო და გაკვირვებული დარჩებიან თაობები აი ამ არანორმალურ ვითარებაში როცა დღეში ეხლა ახსოვთ ბატონ გოგის და ბატონ ნოდრასაც ახსოვს ახლა ოპოზიცია კი იყო მაგრამ ხორთად ვიყავით დღეში 5-6 მოვლენა ხდებოდა ესეთი რომელიც საუკუნეში ან წელიწადში თუ მოხდება ხოლმე იმ დაიტია 20 წელმა და იმ ერთმა წელმა საუკუნე აი 200 წელი რაც არ ქონდა უცბად შეკუმშულად ეს და ამაზე რეაგირება და ეს იყო შეუმცდელად შესაძლებელი შეუძლებელი ჩვენ რეკლამის დროს ბატონო აკაკი ბატონო დართან ერთად მინდა კითხვები დავბრუნდეთ რამდენიმე წუთში არ დაგუწევთ Facebook-ი გამოხმაურება პოლიტმეტრი ეთერში ბრუნდება ცოტნე გამსახურდია აკაკი ასათიანი გოგი ხოშტარია ნოდარ ნათაძე ჩვენი სტუმრები ბატონო ნოდარ ახლა იხსენებდა ჩვენი სტუმართა ნაწილი ფაქტს როგორ გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ პრეზიდენტის კონკრეტულ განაცხადს რომ გამსახურდია მიდის დინების წინააღმდეგ მაშინდელმა ოპოზიციამ როგორ აღიქვით ზოგადად აი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კომენტარი და მასზე გამსახურდიას კომენტარი ზოგადად გამსახურდია უპასუხა საუცხოო წინადადებით საუცხოო ფრაზით რომელიც ეკუთვნის კლასიკას და ეს ჩვენ აღვიქვით როგორც კლასიკა დინებას მიყვებიან მხოლოდ მკვდარი თევზები ეს იყო მისი პასუხი მაგრამ ამ პასუხს ახლდა კარვის ქალების სრულებით არაადეკვატური პასუხი ეს იყო მთავრობის სახზე გამოკიდებული ლოზუნგი ძილს ჯებუში
ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზარალის მომტანია. ეხლა რაც შეეხება არხებიც. აი მე ნახევარ საათია ვისმენ ამ საუბარს და მაპატიეთ ერთი სერიოზული მოსაზრება ვერ გავიგონე. იმედი მაქვს ამ დარჩენილ ნახევარ საათში მაინც უფრო სერიოზულ მოსაზრებას მოვისმენ. ბუშმა დაშალა საბჭოთა კავშირი ამ სიტყვის სრული აზრით. არის წიგნი at the highest levels ქვია უმაღლეს დონეებზე. არის ისტორია კულუარული ურთიერთობისა ამერიკასა და საბჭოთა კავშირის შორის. აი ამ ბუშის დროს. იქ პირდაპირ აღწერილია როგორ მიიყვანა იქამდე ბუშმა როგორ მიიყვანა საქმე იქამდე რომ უკრაინამ უკანასკნელმა მისცა ხმა დამოუკიდებლობას და თან ბუშს ჰქონდა გამოცხადებული ასე ვთქვათ გაზონილი ინფორმაციის სახით. თუ უკრაინა გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, მაშინ მე უკრაინას ისე ვაღიარებ, ისე ვცნობ, რომ გორბაჩოვს არ დაველოდები და ამით აიძულა გორბაჩოვი, რომ 22 დეკემბერს შეეკრიბა ბელოვეჟიაში სამი ლიდერი, უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი და დაეშალა საბჭოთა კავშირი. და ეს მოხდა 9 დღით ადრე მანამდე, სანამ დამთავრდებოდა ვადა დალეცის 40 წლიანი პროგრამის, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. ანუ საბჭოთა კავშირი დაიშალა გამიზნული პროგრამით, გათვლილი პროგრამით და არავით არის არაინფორმირებულობა ამერიკული პოლიტიკისა საბჭოთა კავშირის შესახებ ბუნებაში არ არსებობდა. ეხლა თქვენ ძირითადად აკრიტიკებთ ბატონ აკაკის მოსაზრებას, ხო, რომელიც ძანებდა რომ ადგილზე იყო და ვერ აღიქვა მთლად ინფორმირებულად გარე. არ ვიცი მე რადონისკაც მოუთხეს ბატონ აკაკის არ ვიცი, რაენაზე უთხრა არ ვიცი და რამდენად სწორად მოაქვს ბატონ აკაკის არ ვიცი. კი ბატონო, ბუშმა წინა ზაფხულს, ესე იგი 91 წლის ზაფხულს მოსკოვში კიევში დაუშვა უზარმაზარი შეცდომა. უკრაინელებს უთხრეს, რადგან დამოუკიდებლობაო. მაგრამ ამას ისეთი ქარიშხალი მოყვა ამერიკის საზოგადოებაში, რომელიც ბუში აიძულა, რომ ძალიან მკვეთრ პოლიტიკაზე გადასულიყო და რამდენიმე თვისა მკვეთრი პოლიტიკის შედეგად საბჭოთა კავშირი დაიშალა. რა თქმა უნდა, ნიადაგი მომზადებული ეს ძირითადად რეიგანის ზღვაწლი იყო, მაგრამ მან ეს გამოიყენა ბოლო 6 თვეში. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიდიოდა დალეცის გეგმის მიხედვით და ეს პროგრამა შესრულდა ვიმეორებ 9 დღის ადრე მანამდე სანამ ეს დაიშლებოდა. დიახ ბატონო და რაი ბატონ გოგის აქვს გამოხმაურების სურვილი. დიახ გისმენთ ბატონო გოგი. რა თქმა უნდა ბუშმა ეს ბატონო და სწორესაა ბუშმა ეს როლი ითამაშა, მაგრამ ის არ იყო ამის დამწყები და უფრო ფუნდამენტალურად იდეოლოგია ამისა ეს თავისთავად, მაგრამ კონკრეტიკაში იყო რიჩარდ ბაივსი, მრჩეველი და ეს რა ქვია რესპუბლიკელების და რეიგანი. ამ პერიოდში ბარელი ნავთობის ფასი $18 თუ $16 ქვემოთ დავარდა. ოქროს ფასი დააგდეს, ანუ ძალიან გამიზნულა თანდათანობით და ამ შეჯიბრებაში ჩათრეული საბჭოთა კავშირი მივიდა ეკონომიურ კრახამდე. ეს მოვდიოდა უკვე რეიგანიდან, რეიგანის ხას მერე აგრძელებდა ბუში. სტრატეგიულად ეგრე იყო, მაგრამ აი საქართველოს მე კაკოს არ შემიძლია ვეთანხმო, რომ აი კონკრეტიკაში ახლა ჩემი ვიზიტის დროს ამერიკაში აი ძალიან განსხვავებულ მიდგომებს და რეაქციებს ხვდებოდი. მაგათად იყო ეგეთი რჩეველი, სწორედ საბჭოთა კავშირისა და სოცბანკის მიმართ ხიუიტი ეგეთი. რომელთანაც მე ხა ჩვენ ერთმანეთს დედა არ გვიგინებია, თორე დიპლომატიურ ენაზე დანარჩენი ყველაფერი ვაკადრებთ. როგორ შენ მეუბნები რომ მე არასწორ რჩევებს ვაძლევ საბჭოთა ჩემ პრეზიდენტს როცა ვამბობ რომ გარბაჩოვის რუსეთი უნდა იქნება, გარბაჩოვის უნდა იყოს შეარჩუნებული, მეუბნები კი შენ ცუდს აკეთებ. აი ნახე რუსეთი მოძლიერდება და რასაც გიზამ ნახა. და აი ამ სტილში მიდიოდა და არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა პენტაგონში. დოქტორ ლიბი იყო, ეხლა შემიძლია თქვა.
რო გოდიათ ბატონო გოგი თედო ჯაფარიძეც დააძრებდა ანუ და ნორმალური ისეთი იყო სახელმწიფო დეპარტამენტში დიახ აი ბატონო გოგი რაღაც კითხვა აქვს ბატონო დას დიახ ბატონო და რას ამბობთ როგორ გონიათ ბატონო გოგი როგორ გონიათ თქვენ პენტაგონში უფრო სერიოზული ხალხი გელაპარაკა თქვენ თუ ის ჰიუტი უფრო სერიოზული როგორ გონიათ ხომ გაარჩიოთ ერთმანეთში რომელი ფუნდამენტური პოზიცია და რომელი არ თქვა დიპლომატიური და რაღაცა რამდენიმე დღეზე გაანგარიშებული ყოველ შემთხვევაში ის უნდა გაგეჭრიტათ თქვენ ის უნდა გაგეჭრიტათ რომ დასავლეთის პოლიტიკა მიდის ბოროტების იმპერიის დაშლისაკენ შეგნებული და მიზანმიმართული ეს მჯეროდა და ამის მომხრე ვიყავი მე პირადად აბა რაღაცა კაი ურთიერთობა გოგებთან ყოველთვის გაიქონდა და მუდმივი კონტაქტებით უგნებავთ კიდე აღარ მინდა რა ბევრი რაღაც ისეთი რამეა რის თქმას უფლება ეხლაც არა მაქვს აი ეხლაც არა მაქვს ამის გის უფლება დიახ ბატონო აკაკი თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით ბატონი ნოდარის შენიშვნას არა ის რომ მიდიოდა და ეს რომ სურდათ ეს სხვა საკითხი და მუშაობდა ბუში თვითონ ძანა ბატონო ნოდარმა ჩავიდა უკრაინაში და უთხრა რა დამოუკიდებლობა ეს ქარიშხალი იყო და ზვიადის რეაქციაც ამაზე იყო სხვათა შორის ამით იყო განპირობებული მე ეს მითხეს ვიმეორებ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში რომ ასეთი მდგომარეობა და გაითვალისწინეთ ესო და გადაეცეს შენს პრეზიდენტს თქვენ ამბობთ რომ თავმჯდომარე არ ვიყავით 14 აპრილამდე 1991 ბატონი ზვიადი იყო უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე მე ვიყავი პირველი მოადგილე შეერთებულ შტატებში ასეთ რამეები არ იციან და პრეზიდენტს უწოდებდნენ გამსახურდიას და მე ვიცე-პრეზიდენტს ნუ იმათ თავისებურად თარგმნიდან ჩვენს თანამდებობებს ეს საბჭოური თანამდებობები მაინც მათთვის გაუგებარი იყო ეს ტერმინოლოგია პრობლემა ის კი არის რა თქმა უნდა და განჭრები მე ამას ვამბობ რომ განჭრები გამოჩნდა ხო საბჭოებში დაწყებული ეს ცვლილებები ძვრები ბატონი გოგი აბსოლუტურად მართალია ეს რეიგანის დამსახურება იმ გაგებით კი რომ ან რეიგანმა დაიწყო ამაზე სულ იყო მუშაობა ამაზე მუშაობდნენ სპეციალური ორგანოები მაგრამ მე ვაკვირდები ხოლმე და ვკითხულობ იგივე შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების მემუარებს გამონათქვამებს არ იყო ასე გადაწყვეტილი რომ აი ახლა ესე მალე დაიშლებოდა ეს ჩვენი ბალტელების ჩვენი სხვა შორის რუსული საზოგადოების ნაწილის დამსახურება ბატონო 40 წლიანი გეგმა იყო დალეში კი ბატონო მაგას მაგრამ ბუში არ იყო ამის ასეთი მას არ ესმოდა ამჟამადე რეიგანს ეს ქონდა აბსოლუტურად გაცნობიერებული და გეტყვით მე აი ესე თუ სახუმაროთაც შეიძლება შეერთებულ შტატებში რომ ვიყავი ბატონმა ზვიადმა დამავალა რომ აუცილებლად ხო ვაშინგტონიდან ლოს-ანჯელესში ჩავსულიყავი მენახა რეიგანი და მადლობა გადამეხადა მისთვის რომ აი მან ისეთ საქმე დაიწყო რომ ჩვენ საშუალება მოგცა სწორედ აი დამოუკიდებლობის მიღწევის ჩავედით იქა და მე და ბატონი თამაზ გამყრელიძე გავხდით და ვიახელით რეიგანი არ გამოირჩეოდა გეოგრაფიის ცოდნით ეს ცნობილი ამბავი სხვა შორის ბევრი სახასიათო ავსტრია და ავსტრალია ერეოდა და ჩვენც აგვერევა ნაციონალებრივად დარჩენილი იყო ჩვენც აგვერეოდა ავსტრალია კი არა სომხეთი და თურქეთი აგვერეოდა ერთმანეთში გეოგრაფიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს და ისტორიას მოვნე ხო და რომ უთხარი ესე ჯორჯია მას ეგრა თავისი ჯორჯიელები და არ მიყვარსო ეგენიო და ძლივს დავარწმუნე რომ ისინი არა ვარ და მივხვდა კიდეც რომ ეხლა ჩემი დამტრეული ინგლისური და თვითონ ისე მკაფიოდ ლაპარაკობდა ყველაფერი მესმოდა და უთხარი რომ აი მადლობელი ვარ დამაბარაკ მადლობა თქვენი და იცით რა მიპასუხა გორბაჩოვიო მოუფრთხილდით მათ მიეშთათ რომ გორბაჩოვმა იმ ხელა საქმე გააკეთა რომ ემანდ არც კიდე რამე არ დაგვეშავებინა არ ეგონათ თუ ესე მალე მოხდება ეს არ ეგონათ რომ ჩამოვედი და ზვიად ელოდებოდა ამას და რომ ჩამოვედი უკაცრავად ცოტნა ჩამოვედი და ბატონი ზვიადი მეკითხებდნენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იყო ძალიან ჯერ შემდგომი 52 სენატორს როგორც გორბაჩოვს ხო და იმათ ჰქონდათ ეს დამოკიდებული იმათ ბოლოს გადაწყვიტეს რომ უკვე ელცინი იქნება რაღაცა მომენტი დადგა და ამას დაჭირდა აი გეკაჩეპე და პუჩი და მიხვდნენ რომ ეს ასე იქნებოდა და რუსეთზე მოახდინეს ორიენტირება თორემ ითვლებოდა რომ დედამიწის მე-6-ს თუ ისეთი კაცი გააკონტროლებს როგორც გორბაჩოვია მათთვის სრულიად მისაღები არაუშავს ითვლებოდა რომ სოციალისტური სამყარო წავიდოდა და ჩვენ გადავიდოდით აი ამ სტადიაში როგორც სოციალისტური რესპუბლიკები იყვნენ საბჭოთა კავშირთან დამოკიდებულებაში ბევრი ვარიანტი იყო ბევრი მაგრამ აი ესეთი რწმენა ჩამოყალიბებული რომ ეს ნამდვილად ხდება ეს იმდენად უნდოდა დისიდენტებს და იმდენად უნდოდა შეერთებულ შტატებს
რომ ამზომამდე არ წარმოედგინათ და ყველაზე უცნაური და საბედნიერო ისე რომ თვითონ საბჭოთა კავშირშიც ეს პროცესი ვერ იგრძნეს ადამიანებმა და გაეპარა და დღემდე ეძებენ. დიახ, აი ცოტნეს რეპლიკას მოусმინოთ თუ შეიძლება. დიახ, გეთანხმებით ბატონო კაკო და მე ერთ რაღაცას გავიხსენებ, სხვათაშორის ეს სახასიათო ეპიზოდია. კი მართალია რომ მაშინ არ იყო ადეკვატური აღქმა სოფლიო პოლიტიკის. იმჟამინდელ საქართველოს მე თუ მკითხავთ, უკვე გულანთებული პატრიოტები კი არა, მაკიაველი სჭირდებოდა. მე თუ მკითხავთ. ესმით, მაკიაველი სჭირდებოდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა იყო ეს ახლა ჩვენი რაღაც გეოგრაფიული, მენტალური თუ პოლიტიკური რაღაც თავისებურებების გამო, მათ შორის იმ თავისებურებების, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები იყო, ესე რომ ვთქვათ. გესმით, მაგრამ აი მე გაგახსენებთ ასეთ ფაქტს. 1992 წლის მაისში ამერიკის სახელმწიფო მდივანი თვით ჯეიმს ბეიგერი ჩამოვიდა და მხედრიონის საპატიო წევრი გახდა. იცოდით თქვენ ამის შესახებ? ვერ დავიტრაბახებ რომ ეს მახსოვდა. კი, ასეა დამერწმუნეთ. აი დღეს ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე მგონი აი რაოდენ სამარცხვინო იქნებოდა რომ აი ჩასულიყო დაუშვათ რომელიმე ქვეყნის მსგავსი რანგის თანამდებობის პირი და აი რაღაც ასეთ აი ბანდასაც ვერ დავარქმევ ხომ ასე აი მკვლელების ხროვაში გაწევრიანებულიყო მათ რომ ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე რა ხდებოდა საქართველოში საერთოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აი დღეს ჩვენი საუბრიდან გამომდინარეობს ახლა ბატონი ნოდარეკი ახსენებს დალესის გეგმას მაგრამ იმასაც შეგახსენებთ რომ ეს დალესის გეგმის არსებობა ფაქტობრივად არ არის დადასტურებული ოფიციალური წყაროებით ახლა ჩვენ ამას შეგვიძლია ვივარაუდოთ ისევე როგორც ვივარაუდოთ გადავაბრალოთ რაღაც საიდუმლო მასონურ თუ ასე შემდეგ ორდენებს მე არ ვიძახი რომ ეს ორდენები არ არსებობენ ეს ბუნებრივი პროცესიცაა, როდესაც ადამიანი აგროვებს რაღაც დიდ კაპიტალს, დიდ ძალაუფლებას, მას მეტი და მეტი უნდა. რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათი როლი მე თუ მკითხავთ გადაჭარბებულია. გადაჭარბებულია, მითოლოგიზირებულია, რაღაც ესქატოლოგიური ინტერპრეტაციები ეძლევა ამ ყველაფერს, მაგრამ აი რა არის, იცით, აი მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ მუდმივი ცვალებადობის კონცეფციას, ასე რომ ვთქვათ, სოფლიო პოლიტიკაში აი ხვალ შეიძლება თქვენი, ჩემი, აი ბატონი ნოდარის, გოგის ნაბიჯზე იყოს დამოკიდებული ისეთი რაღაც დაუშვათ, აი კატალიზატორი. გამარსებობს ასეთი ცნება, რომელიც ხოთაშორის მათემატიკურად დადასტურებულია, პეპლის ეფექტი. გახსოვთ რეი ბრედბერი, ეს მხატვრული ინტერპრეტაცია, რომ აი ეგ პეპლის ფთის აქნებას შეუძლია სადღაც იუკატანზე მიწისძვრა გამოიწვიოს. ხოთაშორის ეს ყველაფერი დაადასტურა ვიკილიქსის მოვლენებმა გესმით თქვენ რომ სოფლიო პოლიტიკაში არ არის ეს ასე იცით რა რომ არ არის ტელეოლოგიური ხედვა ფილოსოფიაში რა გახლავთ იცით რომ აი ყველაფერი რაღაც გარკვეული მიზნისკენ მიდის და იმ მიზანს ემსახურება ეს ურემი რომ გადაბრუნდება მე ადვილია ამ მიზანზე ლაპარაკი და რაღაც აი პოსტფაქტუმ უკვე აი ამ რაღაც მწკრივის მოვლენათა მწკრივის აწყობა მაგრამ აბა წინ რომ იყურებით აი დღეს თუ იფიქრებთ თქვენ დაუშვათ აი რაღაც შეთქმულების თეორიებს ამიტომ მე ამჯერა ამ შეთქმულების თეორიების ეს იყო უბრალოდ თქვენ წარმოიდგინეთ არაადეკვატურობა, გაუცნობიერებლობა პროცესების, ინფორმაციის ნაკლებობა. ამერიკა ისე კარგადაც არ იცნობდა საბჭოთა კავშირს, როგორც პრეტენზია ჰქონდა. და რა გასაკვირია, რომ ახლა დაუშვათ საქართველოში მოსულ ახალ ბედა შეიძლება გუნდს არ ჰქონოდა ადეკვატური წარმოდგენა სოფლიო პოლიტიკაზე. დიახ. ბატონოდარ კომენტარი გსურდათ გისმენთ. ნინო, ხილვა. მე პირდაპირ ისე ბატონოდარი და შემდეგ თქვენ ბატონო. მე ძალიან ვწუხარ, რომ აი ამ 1 საათის მანძილზე თქვენ მაგიდასთან საუბრობთ და მე კამერიდან გესაუბრებით, ჩვენ ძირითად საკითხებამდე ვერ მივედით. თქვენ დაგისვამთ თუ არა თქვენთვის კითხვა. რა იყო საქართველოს პოლიტიკის შეცდომა აი ამ 14 თვის მანძილზე? არ დაგისვამთ. ისევე როგორც თქვენ ეთყობათ, თქვენთავს არ დაუსვით არც ერთხელ კითხვა, არჩევნებზე რომ ლაპარაკობთ. ზიად გამსახურდია, რომ გააკეთა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მართლა ისტორიული ნაბიჯი. ჩაატარა რეფერენდუმი 31 მარტს. ეს მან გააკეთა როგორც დისიდენტმა თუ როგორც პრეზიდენტმა. პრეზიდენტი რო გამხდარიყო, ხო უნდა მოსულიყო პარლამენტში რა? პარლამენტის გარდა ხონდა არა მე გზა ხელისუფლებაში მოსვლის. თქვენ გონიათ რომ ფორუმის პოლიტიკა მოიტანდა მაგას? და ქუჩა ისინი. აი ამიტომ მე მინდა გთხოვოთ. მაგაზია ლაპარაკი. არჩევნები იყო, მაგრამ 25 მარტის არჩევნები რო ჩაშალეთ, როგორ გეგონა თქვენ? მაშინ მოხდებოდა სხვადასხვა მე უნდა გითხრათ ნინო შეიძლება რატომ არ ჩატარდა კომუნისტური არჩევნები მოვიგებდით ბატონო და
25-ს ვერ მოვიგებდით, იმიტომ რომ თქვენ ეწევოდით პროპაგანდას არჩევნების წინააღმდეგ. აი ამიტომ ამიტომ თქვენ პროპაგანდას ახლა თქვენ საკუთარ პოზიციას საკუთარი პოზიციის პროექცირებას ახდენთ აქეთ მხარეს. თქვენ პროპაგანდას ბოიკოტი არჩევნებს, თქვენ პროპაგანდას უჭერდა მხარს პატრიოტული ელემენტი და კომუნისტების პროპაგანდას არ უჭერდა. ამიტომ ჩვენ უკვე არჩევნების წასაგებად გქონდა განსაკუთრებული სახალხო ფრონტის სხვათაშორის ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა და მხედრიონთან ერთად გახდათ წინააღმდეგი ამ არჩევნების ჩატარების ბატონო უნდა. და თქვენ ახლა აქეთ მხარეს არა ბოდიში EDP ერთ-ერთი EDP მე არ მინდა ახლა თუდად ვილაპარაკო ასე ვთქვათ გარდაცვლილებზე, მაგრამ ცხონებული გიორგი კანტუია იყო ტიპიური პროვოკატორი. EDP იყო აქტიური ბოიკოტისტი თქვენთან ერთად. და როგორ არა ჩვენ გვახსოვს ყველას ესა. აბა კითხეთ ახლა კითხეთ კი ბატონო მაშინ რადიკალური ფრთა იყო ამის წინააღმდეგი მართალი ბრძანდებით, მაგრამ წმინდა ტაქტიკური მოსაზრებით. თქვენ თვითონ ვერ ბრძანეთ 25 მარტს არჩევნებს ეროვნული ძალები ვერ მოიგებდნენ, არა იმიტომ რომ ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებდით, იმიტომ რომ არ იყო ჯერ ვითარება მომწიფებული. საარჩევნო კანონი ბატონო ნოდარ ჩვენ ხომ ერთად გავიტანეთ, ხო გახსოვთ ზაფხული მთელი ზაფხული დაჭირდა ნორმალური საარჩევნო კოდექსის გატანას, მრავალპარტიული არჩევნების დანიშნას. როგორ არის 25 მარტი იყო ესე? არა ბატონო, როგორ არის 25 მარტს არაფერი არ უშლიდა ხელს. ბოდიში, არაფერი არ უშლიდა ხელს. 25 მარტს ტარდებოდა არჩევნები, რომელსაც იღებდა კომუნისტები. არ იყო მართალია და ტარდებოდა როგორც იყო. მაგას მოგახსენებთ. როგორ მოხდა მაგის გარდადება იცით? ჩვენ შევიტანეთ. აი თქვენ ვერ გაიმარჯვებდით მაგალითად. ვერ გავიმარჯვებდით. ვერ გამარჯვებდით, იმიტომ რომ თქვენ უკვე გაფუჭებული ხონდათ საქმე, ვერი პროპაგანდით. კარგით. წინაპირ შემთხვევაში მოვიგებდით. იმავე პროცენტით მოვიგებდით, რომელიც მადლობა ბატონო და აი ცოტნე თქვენ საუბრობდით რაღაცა საკადრო შეცდომებზე პრინციპში და ეს გამოყავით როგორც თქვენი კრიტიკის ნაწილი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება. თქვენ მიგაჩნიათ რომ ერთადერთი და გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო იმ მომენტში. ამას მოჰყვა კასკადი, მთელი ყველაფერი იმის რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენ ბრძანეთ კიდეც რომ ეს ყველაფერი იყო სახეს. მოჰყვა, მაგრამ მე იმასაც უნდა დავივიწყებთ, რომ სწორედ ვიადგამსახურდია მოახერხა აზბეკში გურის ელცინის ჩამოყვანა და ფაქტობრივად ასე ვთქვათ სამხრეთ ოსეთის სტატუსის გაუქმება. ასე რომ გამოაცალა რუსეთს იმჟამინდელ იურიდიული ბერკეტი შემდგომი იქ რაღაც სამომარი მოქმედებების და დესტრუქციული ქმედებების წარმოების. იმ მომენტში მე თუ მკითხავთ ალბათ სხვა გამოსავალი არც იყო, იმიტომ რომ თქვენ მაშინ არ დაგავიწყდეთ რომ არ ყავდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ის კი არა, მაშინ კი არა, ნინო 96 წლამდე დაახლოებით, ეხლა საკადრო საკითხზე გადავალ ნელ-ნელა. თქვენ თუ გახსოვთ, საქართველოს მინისტრები ეს მამაჩემის დროსაც იყო გარკვეულწილად და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში. და შემდეგ საკუთარ უფროსს მოიაზრებდნენ მოსკოვში. ეს აი კახათ არ გამოძე პირდაპირ იძახოდა ჩემი მინისტრი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე იმჟამინდელ. ეს შემდეგ პულიკოვი იყო თუ ვინც იყო. ეს თქვენ და ანუ მაშინ ეს იყო ერთადერთი შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ ლეგიტიმური პასუხი. იმ სეპარატისტული მოძრაობის გაღვივებაზე, რაც პრინციპში ისედაც ჩანდა ახლა ვინიდან ყველაფერს უკან. მაშინ აბა ჩვენ საქართველოს არ ქონდა მაშინ იმის ფუფუნება რომ დაუშვათ აი შეეყვანა ჯარები, ოფიციალური საჯარისო ფორმირებები და მოეხდინა ამ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. აი ერთი ფაქტი იყო ჩასვა მიტინგის. ყველას გვახსოვს ის დღე, რომელიც არ შეუშვეს ეს მიტინგი, მანქანათელი კოლონა იდგა თითქმის გორამდე. დაძაბულობა და ამ მიტინგს სათავეში უდგა ზვიად გამსახურდია. ეს იყო თქვენ ფიქრობთ რაღაცა შეცდომის ფორმატში? კი, რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები ყველაფერს, ახლა არ გამიგოთ, იმიტომ რომ რაღაც სისხლთან საუბიდან გამომდინარე ყველაფერს არ ვეთანხმები. მათ შორის რა არის, იცით, ახლა ძალიან ბევრ რაღაცას აბრალებენ მამას, ხო გითხარით, აი გებელსის პროპაგანდის სტილში ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით, მას არასოდეს არ სადარ უთქვამს და ვერავინს ვერ დაადასტურა რომ საქართველოს ქართველებისათვის, თუმცა ეს იყო მაშინ მოსკოვის ტელევიზიის მიერ შეტირაჟირებული სიცრუე, რატომ იცით, სხვათა შორის, აი შემდეგაც არაერთხელ გამოიყენა
მოწინააღმდეგე ეს მეთოდი, რომ როდესაც აი დასავლეთს აჩვენებდნენ საფრთხობელას, გესმით თქვენ, რომ ეს არის არადემოკრატია, ეს არის ნაციონალისტი, ეს იყო ეს მაშინ შესანიშნავად იცოდა მოსკოვმა, რომ ეს იყო აი როგორც წითელი ნაჭრი საფრიალება ხარისათვის, გესმით თქვენ. კი, იყო გარკვეული მომატებული გრადუსი ნაციონალისტური განწყობებისა გეთანხმებით, მაგრამ ეს ბუნებრივიც იყო. კი, ბუნებრივით დიახ, აი მე ბევრგან გახლავართ, პრაქტიკულად ყველა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, როგორც მოგახსენეთ, მე ნამყოფი ვარ და იქ აი ამ პერიოდში ყველგან იყო ეს. ეს იყო სადღაც აი 2000-2005 წლამდე. თქვენ გაიხსენეთ საქართველოში, აი ახლა უკვე ვარდების რევოლუციის შემდგომ 2007 წელი იყო, ხო თუ არ ვცდებით 8, აი მაგალითად აი ქურთი მეეზოვეების პრობლემა რომ იყო. გამოდის სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები გამოდიან და ამ ადამიანებს ეძახიან ცხვრებს. აბსოლუტურად თქვენ ქურთებო ცხვრებო, ანუ ეს ნაციონალისტური მომენტი ეს თვითონ ქართულ მენტალიტეტშიც იყო. სხვა საკითხია რომ ზვიად განსახილდი ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ყველაფერზე აი როგორც ვისაუბრეთ, წეგან მუხრუჭები უნდა დაედო, ასე ვთქვათ, აი მუხრუჭებინა ეს ემოციები, სხვა კალაპოტში გადაეყვანა. ისიც იყო რომ კიდევ ერთი მომენტია რომ აი კავკასიაში საერთოდ ეს ნაციონალური საკითხი ძალზე საფრთხილოა, იმიტომ რომ აქ პატარა ტერიტორიაზე ბევრი ერი ცხოვრობს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ საფრანგეთის ესე ვთქვათ ნაციონალისტი ფრანგი და ცხოვრობდეთ რუსეთში და თქვენ იმას რა ქვია რუსეთს ვერაფერს ვერ დაუშევებთ, იმიტომ რომ პარიზი მოსკოვიდან დაახლოებით 3000 კილომეტრში მდებარეობს და აქ კიდევ აი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ იმ დროს ყოველ შემთხვევაში როდესაც ძალიან დაბალი იყო ინტეგრაცია ჩვენი ესე ვთქვათ ეთნიკური უმცირესობების ქართულ რეალობაში, ქართულ კულტურულ ენობრივ სივრცეში თუ გნებავთ, გესმით, ისინი აღიქვავდნენ და დღესაც ძალიან ბევრი აღიქვავს იგივე აი საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, გესმით თქვენ. აი რომ ცხოვრობს აქ დაუშვათ და ის მისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც აქვე მეზობლად მდებარეობს. მე არ მინდა ახლა კონკრეტული მაგალითების დასახელება. მაგრამ არის სხვა მაგალითებიც, მე ძალიან ბევრი ვიცი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების წარმომადგენელიც გნებავთ. რომელიც კარგად მეტყველებს ქართულად, აბსოლუტურად ინტეგრირებულია ქართულ სიტყვაში. აი ამ თემაზე მინდა ბატონი ნოდარის გასაგონად კიდევ ვიტყვი, რომ მე ცოტნე მქვია სხვათაშორის ბატონი ნოდარ და ის კაცი რომელიც მან დგას, ცოტა არაკორექტულ ფორმად მეჩვენება, მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომეყენებია. ბატონო გოგისმენთ. იცით რა შეესაქმე? რახანეს ოსეთის ცხინვალის რეგიონის თუ სამაჩაბლოს პრობლემა იქნა ნახსენები. მე ვიყავი ეროვნული ხსნის კომიტეტის იმ ხდომაზე, ეს რადიკალური ოპოზიცია იყო, სადაც გადაწყდა ასვლა, იმიტომ რომ გამოსვლები იყო თვითონ ამ ოსების მხრიდან ცხინვალთან. ეგ სადავო საკითხია, ღირდა თუ არა, შეიძლება ალბათ მართლა არ ღირდა, მაგრამ ინიციატორი ამის ზვიად გამსახურდი არ ყოფილა. ის უბრალოდ ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო. იქ რა თქმა უნდა პირველ რიგში ზვიაც მივყვებოდი მე და ზვიას ვეკითხებოდი დაუშვათ, მაგრამ ინიციატორი ის არის სხვა პიროვნება იყო, არ მინდა ხენ გვარი დასახელება, მე თქვა, ერთი არ მივხედოთ იმან. ეს ერთი. ეს იყო ეროვნული ხელისუფლების გვალი მაგიდის მოსვლამდე 99 წლის მიწურულში 23 დეკემბერს მოხდა ეს ასვლა. და მერე გაუქმება, პირიქით ეს იყო მიღწევა, რომელზეც ცოტა სწორად ახსენა, ელცინი ყაზბეგში ჩამოვიყვანა და ელცინი დაგდავდა ამას. და ეს მონაპოვარი, რა, აი ნაციონალების და სააკაშვილის ხელისუფლებამ დაკარგა. აი გაუქმება ამ აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი ავტონომიისა. რა, იმ მომენტში როცა იქნებოდა ცხინვალში სამი ოჯახი ოსი ცხოვრობდა სულ. და აი ეს პირდაპირ ეს ხო იყო პირდაპირ ორჯონიკიძე სტალინი ამათი გაკეთებული. მე ჩვენ აი ბუნებრივად მივედით ამ კითხვამდე გაუქმება და შემდეგ აღდგენა ბატონო აკაკი. სად იყო შეცდომა, სად იყო გარდაუვალი აუცილებლობა ამის გადაგაკეთების? არ იყო შეცდომა, არჩევანი არ იყო. ჩვენი მოსვლამდე და ჩვენი მოსვლისთანავე გამოცხადდა რესპუბლიკად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუვერენულს. არ კონტექსტი არ ახსოვთ რატომღაც ადამიანებს საბჭოთა კავშირში ამ დროს გორბაჩოვს ჰქონდა დეკლარირებული რომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას აწერდნენ უფლება ეძებოდათ ხელი მოეწერათ არა მარტო მოკავშირე რესპუბლიკები, არამედ ავტონომიური რესპუბლიკებიც. დღეს რომ ჩვენ გაერო გვაღიარებს
საბჭოთა კავშირისგან გამოსულ ფარგლებში ეგ არგუმენტიც არ იქნებოდა. ელცინმა დაადასტურა ესა მარჩი და მეტიც საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მოგმართა თხოვნით აღგვედგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ირიბად დაადასტურა საბჭოთა კავშირმაც და თვითონ გააუქმეს მათ. არ დაგვიტოვეს გზა, თან ახალმოსული ვიყავით, თორე ჩვენი პრინციპი რო ეს ყოფილიყო, რატომ მოვნახეთ საერთოდ აფხაზებთან? აი ეგ წავედით კომპრომისზე. მე ვთვლი რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მეორე მიღწევა იყო რომ ჩვენ მეორე ფრონტი არ გაიხსნა და აფხაზებთან დროებითი თანაცხოვრების მოდელი მოვნახეთ მაშინ, იმიტომ რომ მათაც გადმოდგეს ეს ნაბიჯი და ჩვენც გადავდგით. ეს იყო კომპრომისის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა. სხვა გზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქთან დაკავშირებით უბრალოდ არ იყო. ძალიან წუხარ პირადად მე, რაც მოყვა იმას მთელი ცხოვრება ვეცდები რომ გამოსწორდეს ჩვენი და უსების ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ძველი ურთიერთობაა და ძალიან მჭიდრო და ახლო, მაგრამ სხვა გზა იმ მომენტში არ იყო და აქ შეცდომა, არ შეცდომა, უკეთესი რა იქნებოდა, სხვა ტიპის პროპაგანდა უნდა ყოფილიყო, ეს სხვა საკითხი, ეს ნაკლი ჩვენ საერთოდ გვახასიათებს. რაც ეხება თვითონ აი სააკაშვილის ნაბიჯს ამ თემასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის. ისო აღადგინა სამხრეთ ოსეთის და იმიტომაც დგას ახალქალაქში რუსული ჯარი. იმიტომაც დგას და თვითონ გვიპასუხეს ეგ მან აღადგინაო და სამხრეთ ოსეთში ვდგავართ ეხლა ჩვენო. ახალქალაქში მაინც აღდგებოდი. ახალგორში, ბოდიში, დიახ, ჯვარი წერია. ახალგორში, იმიტომაც დგას. და იქაც ისეთი ვითარება იყო, ტერიტორიის 2/3 მინიმუმ კონტროლდებოდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ. 3/4 შემიძლია თქვა, მაგრამ 2/3 და ბატონი ნოდარი აქტიურად იყო ამაში ჩართული, სხვათა შორის იქა ყველა თვალსაზრისით ამ ინტერესებს იცავდა ჩვენი ქვეყნის მაშინ, ხო? და ნუ ჩვენს უყალანი, ვისაც როგორ გაგვევალებოდა, იმას ვაკეთებდით. თავარია ის რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება დაგვეტოვებინა სამხრეთ ოსეთი. ყოფილად უკანონო ერთეული. ჩვენ რო ეს დაგვეტოვებინა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას დაგვეტოვებინა, ეს იქნებოდა დაკანონება ამ ერთეულის. ამიტომ ვიყავით ჩვენ ვალდებული რომ გაგვეუქმებინა ეს. სულ ანგელოზებით მოქცეულიყო ყველა. ჩვენ რეკლამის დრო მოგვიწია ისე ბატონო რეპლიკა გაქვთ? ბატონო რეპლიკა გაქვთ? არა, მე ვთქვი, რასაც ბატონი ნოდარი ძანოს მართალია, მაგრამ მე ამოვდივარ წმინდა ეს ვაშორებ ისტორიას და ემოციას. წმინდა პოლიტიკური ვითარებიდან ნაკარნახევი იყო, სხვა გამოსავალი არ იყო. მოდით რეკლამაზე გავიდეთ, რეკლამის შემდეგ მე მინდა რომ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ ორ ადამიანზე, ვინც გამსახურდიას მემკვიდრეობა ჩაიბარა, ედვარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. არ დაგავსდეთ Facebook-ი. ჩვენ ეთერში ვბრუნდებით, ბატონო გოგი. როგორ შეაფასებთ მაინც აი პერიოდს, რომელმაც დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა, ზუსტად გამსახურდიას მმართველობა, არა მისი თანხმობით გადაიბარა ედვარდ შევარდნაძემ, შემდეგ კი მისი თანხმობით უკვე მიხეილ სააკაშვილმა. თქვენ რომელი ზვიადის პერიოდი? ორივეს გთხოვდით რომ შეგეფასებინათ, მოკლედ ჩვენ ახლა აღარ გვჭება ბევრი დრო. კი ბატონო. მემკვიდრეობა, რომელმაც დღევანდე მოიყვანა მაინც რა იყო? მე ესე ვთვლი მრავალ პარტიულ არჩევნებში რგვალი მაგიდის, ანუ ეროვნული ძალის ყველაზე დიდი ერთეულის გამარჯვება და შემდგომ ჩატარებული რეფერენდუმი და გამოცხადებული დამოუკიდებლობა. აი ბოლო წლების ყველაზე დიდი მოვლენა არის ეს, დანარჩენი ყველაფერი წვრილმალდება. შემდეგი პერიოდი დადგა ჩვენი დიდი ტრაგედიის შედეგად, რაც იყო ქართველმა ქართოს რო ესროლა, ამაზე დიდი ტრაგედია არ არის. არათუ ფუფუნება ამის არ ქონა კაკო სწორი ხარ. უბრალოდ აი ეხლაც მეკვეს ეს რა გავაკეთეთ რა. მე არ მისვრე არავისთვის, მაგრამ მე ჩემ ბრალს ხო გზნობ კაცო. ალბათ შენს გაწუხებს ხო? ყველას გვაწუხებს. არ შეიძლება ვინც კი ამ დრამის ფიგურანტები ვიყავით, ეხლა ერთმა პიროვნება ეხლა ის პარლამენტშია თქვა, რომ მე ამას ყველაფერს რუსთაველზეო ფანჯრიდან უყურებდი. ეხლა შეგაგაკასო თუ ფანჯრიდან უყურებდი, ეს სხვა არის. მაგრამ ვინც ფიგურანტები იყვნენ, არა, ყველას ბრალია. მე ერთადერთი ირაკლი ბათიაშვილი ვიცი, რომელმაც თქვა, რომ ჩემი ბრალიც არისო. ყველამ როგორ ეხლა მაშრა მარტო მე გოგხოსტარემ დავანგრიეს ქვეყანა?
ყველა შეცდომა იყო დაშული. ზოგის მეტი, ზოგის ნაკლები. მე ერთადერთი რაზე მაქვს პრეტენზია ეს არ იყო შეგნებული იყვნენ, ვინც შეგნებულად ღალატობდნენ საქართველოს. იყვნენ ესეც. მაგრამ თლიანობაში ეს იყო არა მარტო რომანტიული, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ფუნდამენტის ჩაყრა. დღეს რო ჩვენ ვართ და აი ის ფუნდამენტი იქ არის. უამრავი შეცდომა, უამრავი ტკივილი, უამრავი ტრაგედია, პიროვნული, საზოგადოებრივი, მაგრამ ფუნდამენტი ჩაეყარა მაშინ. ეხლა შევადნაძის პერიოდს შეფასება მე მიჭირს რა მხრივ იცით რომ მე არც ერთი წამი მიუხედავად რომ შეთავაზება ორჯერ მქონდა ხელისუფლებაში არ ყოფილა შევადნაძის. მე ვიყავი მუდამ გარკვეულ ოპოზიცია, გარკვეულ კი არა, კაფეოდ გამოხატულ ოპოზიციურ მდგომარეობაში. დიდი შეცდომა იყო იმ დროს მოხდა ბატონო აფხაზეთში ჯარი შეყვანა და მე დაწერილი მაქვს ეს გაზეთში ვინც იქ ჯარი შეიყვანა არ შეიძლება არ იცოდო საქართველოს უზარმაზარ უბედურებას მოუტანს ეს ერთი არ შემიძლია შევარდნაძეს პლუსში არ ჩაუთვალო ის რომ მან მოახდინა განეტრალება ჯაბასი და კიტოვანის აგრეთვე ის ფაქტი რომ სტამბოლის სამიტი ჩატარდა, მაგრამ 97-ში მაინც რო წასულიყო. ვერად უკვე, იმიტომ რომ ბოლოს იყო მარაზმი და სახელმწიფო ნეკროზის მდგომარეობაში. მარტო უშუქობა კი არა, ნუ აი უშუქობა და უგზაობა. მთლიანად სახელმწიფო უკვე დაშლის პირას იყო მიყვანილი. ხო, აი ესობდა ოჯახებს ხონდა გათრეული და ეს ბოლო პერიოდი ისე რომ ვარდების რევოლუცია მის შევარდნაძის აღდილმა ხალხმაც მოახდინა მეს უჭერდი მხარს ამის მოხდენას რა დაუშვა შეცდომა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს არის მე ნინო თქვენთანავ თქვი ერთხელ უბრალოდ ვიმეორებ ეს არის სათანადო პოლიტიკური კულტურის უკონლობა ელემენტარული წიგნის ბიბლიის სახარების და დოსტოევსკის ბესი ხალხო თავი დავნებო თლიანად დოსტოევსკი ბესი არის სახელმძღვანელო იმისა როგორ მოდის ბოლშევიზმი მათ ძალით მოინდომეს წესრიგის დამყარება ესე იგი მარას ნეკროს უპასუხეს ქუჩაში ბავშვების დახოცვით არაჩვეულად გაბერილი ციხეებით. ციხეებში რა ხდებოდა აღარ მინდა უკვე ამის გამეორება. ანუ ძალით საქართველოში ტერორით საქართველოში წესრიგს ვერ დაამყარებ. ის შეიძლება გააჩუმო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ქართველი ბოლო-ბოლო არ გაგიჩუმდება. ეს იყო პრინციპული ფილოსოფიური გნება, სოფხედველობითი, პოლიტიკური დიდი შეცდომა სააკაშვილის. დიახ, დიდი მადლობა ბატონო და თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ, ჩართულიც იყავით პროცესებში და შეიძლება ინფორმირებულიც ბრძანდებით. ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. ედვარდ შევარდნაძე იყო მონიტორი, რომელიც შორიდან აკვირდებოდა ამ პროცესებს მოსკოვიდან და ელოდა მიიწვევდნენ თუ არა მას სამშობლოში ოდესმე, თუ კი გამსახურდია თქვა დატოვებდა ქვეყანას ან დაატოვებინებდნენ, თუ ის უშუალოდ იყო პროცესებში ჩართული. ის მართავდა პროცესებს. შევარდნაძე ელოდა საქართველოს განთავისუფლებას ქართველებისაგან, ქართველი ხელისუფლებისაგან მოუწყეს გადატრიალება, გადატრიალებით გააგდეს ზვიადგამსახურდია, მოიყვანეს შევარდნაძე. შევარდნაძის პოლიტიკა აიღწევა ერთი ფრაზით. ეს იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსული დავალებით, მაგრამ დაცამული ღირებულებების ყალბის სახელით. ზუსტად იგივეა სააკაშვილის პოლიტიკა. ეხლა არის მესამე ხელისუფლება. ჯერჯერობით მასზე არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ კიდევ იმედი მაქვს, რომ კარგი ხმა მომიწევს და არა ცუდის, მაგრამ ცალსახად გეუბნებით. აი ვიცმად ბრძანდებით, გთხოვთ შეისმინოთ. ჩვენი გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით, რომ დღეს მთელი ქართველი ერი, რომელიც მიუახლოვდა უმცირესობის მდგომარეობას თავის ქვეყანაში, ეს ერი უნდა გამოვიდეს როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი და არჩევნებით უნდა გაყაროს ყველა, ვისაც ეროვნული პროგრამის გახორციელება არ უნდა. ამიტომ ყველა, არა მარტო ვინც ქართველი პოლიტიკოსია და ქართველი პატრიოტია,
ყველა ვისაც ჩვენი სამშობლოს არსებობა უნდა გამოვიდეს ერთ სუბიექტად და გაყაროს ძალიან ასე ვთქვათ მძიმე გადევოს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა რომელსაც აქვს უზარმაზარი ფული და უზარმაზარი მანქანა არჩევნების გაყალბებისა. აი ეს არის ჩემი აზრი და ჩემი რეკომენდაცია. ბატონო აკაკი, ხაზი რომელიც დაიწყო იმ პარლამენტით რომელშიც თქვენ იყავით უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობას გულისხმობთ მაინც გაგრძელდა როგორ ფიქრობთ თქვენ შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხა მე არ გულისხმობ რა თქმა უნდა შეცდომებს ხაზს გულისხმობ ცენტრალური ხაზი მოქმედების გაგრძელდა და განვითარდა როგორ ფიქრობთ თუ აცდენილია თქვენს იდეას აი ეს სტრატეგია სტრატეგია დიახ რა თქმა უნდა ის აღარ იყო აი ბატონო გოგი მძანა რომ საძირკველი ჩაიყარა რისი საძირკველიც ჩაიყარა ინახაზით აღარ წავედა ხო მე იმედი მაქვს აუცილებლად გამოსწორდება და ისევ ამ კალაპოჩში მოექცევა და ეხლა მაქვს ზურით ამის იმედი სიმართლე გითხრათ ნიშანდობლივია რომ ჩვენს როგორც მოვედით ასე მოვიდა ხელისუფლება დიდი ხნის მერე პირველად დამოუკიდებელ საქართველოში და ჩვენ საბჭოთაში მოიგო ოპოზიცია მარჩევნებით ეს შესაძლებელი გახადა და ეს ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენება და სიმბოლურად. რაც შეეხება ხო მე შეგვიძლია და მე ვფიქრობ შევაი ბატონო გოგი მეგებძანა სტამბოლის ხელშეკრულება საგარეო პოლიტიკა ხომ შევარდნაძეს შეიძლება ჩაეთვალოს აი თანდათანობითი დასავლური ორიენტაცია მე ვთქვი რომ ინვიტარებაში იყო ერთადერთი გამოსავალი. ეხლა ბატონო ნოდარი ამბობს რომ რუსული პროექტი იყო პრაქტიკულად ასე გამოვიდა ეთანხმები. რუსების როგორ თქმა უნდა რუსების ხელშეწყობით აბა როგორ ჩამოვიდოდა და მე ვთქვი რომ აი დანაშაული დავარქვათ შეცდომა ხო უარესიაო ვიდრე დანაშაულიო შეცდომაო ტალეირანის ნათქვამია ესენგეში შესვლის პირობით მოსული ხელისუფლება და ჩამოსული ადამიანი ესენგეში სოხუმის დაცემის მერე არ უნდა შესულიყო თუ იქ შედიოდა თორე ახლა ბატონო დარი და მე და გოგი რომ ამდენი ვიქნებოდი და სულ ყველანი ამის ეს ხადი იყო და იმ პარლამენტში ძლივს გავიდა ეგ საკითხი სხვათა შორის თვითონ ისე ეჭობდა ხმა მერე დაამატა როცა ნახა რომ გავიდა სულ 6 ხმით გავიდა მაგრამ დავანებით ახლა მას თავი მე ვთვლი რომ თავარი ამოცანა რაც შევარდნაძეს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს ჰქონდათ ოღონდ კი ძალაუფლებაში ყოფილიყვენ და რაც არ ჰქონდათ თქვა გამსახურდია სხვათა შორის იდეისთვის კი არ იბრძოდნენ თქვა ჩვენსავე და აი ახლაც იმედი მაქვს რომ რაღაცა სხვა რამისთვის იბრძვიან ადამიანები აი ეს იყო ამ ხრივ ერთი და იგივე იყო ზუსტად ამას ხმარდებოდა ყველაფერი გინდა ანტირუსები გახდებოდნენ გინდა ანტიამერიკა რაც გინდა ეს იქნებოდა ხო ამიტომ აი უპრინციპობა იყო თავისთავად აი ღერძის თვალსაზრისით თორე ოსტატობა პრაგმატული და ტექნიკა მე არ დავმალავ ხო მე აღტაცებული დავრჩენილობა ხანდახან შევარდნაძის დროს აი საგარეო პოლიტიკაში ხანდახან ისეთი რაღაც განუხორციელებს სააკაშვილის დროს სააკაშვილი მოდი აი ობიექტურობას ვეცდები პირველი წლები და რაც ბუნებრივი ამბავი იყო ის ვარდების არ მინდა ხოლმე ის რბილი გადაყენება შევარდნაძის იძულება გადადგომის ხო და რაღაცა მინიმალური წესრიგი რაც უკვე 21 საუკუნეში არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო გაკეთა მაგრამ ქვეყანას ხელისუფლება იქცა სარემონტო კანტორად რა და საპოლიციო უბნად მას არ ქონდა არანაირი იდეოლოგია არ იყო ეს ვესტერნიზაცია ეს იყო აქაც ერთადერთი რომ აი ამის მეშვეობით ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია აეღო აი ეს იყო მაშინ და შიდა ცინიზმი ხო და ამის პასუხი იყო ჩვენი ხალხის დარაზმულობა როგორც მაშინ მთელი ხალხის დარაზმულობამ გაიმარჯვა აღარაფერმა არ უშველა ამიტომ ეხლა ეს ვეცადოთ ობიექტურად მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა ძალიან მიხარია როცა ცოტნე გამსახურდია ცდილობს ობიექტურად შეაფასოს ის კაცი მამა იყო მისი ხო ახლა მართლა და ეს არის ეს ძალიან დამაიმედებელი ოღონდ მე იმედი მაქვს რომ ცოტნე ამას სხვა ყველას მიმართიზამს აი თქვა თედო იქნება პაატაშვილი თუ სხვა მოღვაწე აი ყველაფერს უნდა დაუკვირდეთ რა მე ვცდილობ აი ყველა სიმართლე უნდა დავინახოთ უნდა ვეცადოთ აი ეს არის სხვა და მე იმედი მაქვს აი სწორედ ამ თაობის რომ ასე იზამს ამ ამბავს რა და რაც უფრო ობიექტურები ვიქნებით ხო აი ღირსება ნაკლი გამოჩნდება საგარეო პოლიტიკა შეიძლება ითქვას შევარდნაძის მე ვთვლი რომ იყო ძალიან სერიოზული რამ სააკაშვილის პოლიცმაისტერობა თუ მანდა მაინც მაგრამ სახელმწიფოთვის ბრიობა ჩვენი ქართული იდეა ქართული სახელმწიფო წინ არ წასეულა ეხლა მაქვს იმედი ამის ვადლობთ ვიდრე ცოტნეთი დავასრულებთ გაცემას ბატონ გოგის მინდა მაინც ვკითხო მოკლედ იქნებ გვიპასუხოთ ბატონო გოგი პირდაპირ ვიკითხავ ისე მოვიხსენებ როგორც მათ საზოგადოებაში ეძახიან თუმცა ბოდიშის მოხდით მოვიხსენებ ასე რატომ მიგცნენ თქვენ როგორ ფიქრობთ ზვიადისტები მიშისტებად და რატომ რჩევიან მიშისტებად
ჯერ ერთი ყველა ზვიადისტი ცუდი სიტყვა ბოდიში ზვიადისტი. დიახ, ვიცი, მეც არ მიყვარს ეს სიტყვა, თუმცა ასე ქვიათ საზოგადოებაში და ასე ვიხსენიებ ამ შემთხვევაში. ნაწილი იქ არის, ნაწილი აკეთებს, ლათასი არ არის ყოფილებზე რო ავიღოთ. ზვიად ჯიჯიკური ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ჩვენ ხელისუფლებაში და სულაბიცაც არ არის მიშისტი. დასაწყისში რომ მოდიოდა ყველა უსუფაშვილის, სუყელანი, ზურაბიშვილის ისინი ხარს უჭერდნენ ამ რომ ის ნეკროზი და ის მორჩენილი იყო და მოსული იყო ახალი ძალა, მაგრამ მე ზოგი ცოტა ადრე, ზოგი ცოტა გვიან ჩამოცილდა და ბევრი მათ შორის ზვიადისტი, ესე იგი ეს ზვიადისტი არ მიყვარს ვიმეორებ. ზვიადის მომხრე, ზვიადის იდეების მომხრე. ნაწილი იქით აღმოჩნდა კი ბატონო, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი ნაწილი. იგი თქვენ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ტენდენციის სახი აქვს ამას. მოდი ახლა რომის პაპზე კათოლიკო ნუ ვიქნებით. ცოტნე ზვიადიშვილია და მე მგონი ახლა მაგას ვერ დავწამებთ რომ ისისტია. არა, ეს ის შემთხვევა, როდესაც ნამდვილად ვერ დავწამებთ და ცოტნეს თან მაქვს ბოლო კითხვა. ცოტნე, მაინც რაკიღა ჩვენ დავიწყეთ გადაცემა რეფერენდუმით 9 აპრილი გვიახლოვდება დღე დამოუკიდებლობის აღდგენის ქვეყანაში. შეგიძლიათ გაიხსნათ მოკლედ ჩვენ 2 წუთი გვაქვს რა ხდებოდა თქვენს ოჯახში მაშინ და რას ამბობდა მამა? 99 წლის 9 აპრილს. აი დღეს რეფერენდუმი 11 წლის ამ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. მისთვის ეს იყო შეიძლება ითქვას ალბათ ჯერ ერთი რომ მთელი დღის განმავლობაში სამსახურში იყო. და მე მისთვის ეს იყო უბედნიერესი დღე, ეს მას ეთყობა კიდევაც. სესიაზე გადაღებულ კადრებში, როდესაც ამბობს რომ 9 აპრილს დაღუპულთა სულებით საში ღმერთს შეხაღადებენ და ჩვენ დაყურებენ. ზეციური საქართველოსთან გახსოვთ ეს თქვენ ნანახი გაქვთ ალბათ ეს სიტყვა, მას ასე ვთქვათ კომენტარი ზედმეტია მისი ტონი, მისი სახეც ხატყობს მის დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ. ახლა მე ვერ შევაფასებ, მაშინ ამ ხნისაც რომ ყოფილიყავი გამიჭირდება სხვის სულში მიმდინარე პროცესების შეფასება და რამეს თქო შეგიძლიათ გითხრათ რა ჩვენ არ გვინახავს რაც არის კადრებში აღბეჭდილი. არა, ეს იყო ზოგადად უბედნიერესი დღე იყო მის ცხოვრებაში, ასე რომ ვთქვათ. როგორ გითხრათ, აი რაც ეთყობოდა აი ჰაბიტუსზე ქცევაში, საუბარში და ასე შემდეგ. დეტალების გახსენება ალბათ გამიჭირდება. საერთოდ ზოგადად ბატონ კალკოს ვეთანხმები, რომ მიუხედავად მისი დიდი ოსტატობისა საგარეო პოლიტიკაში, სხვათა შორის თემას თუ დაუბრუნდებით ედვარდ შევარდნაძემ ფაქტობრივად არაფერი გააკეთა ქვეყნის პროგრესისათვის. ის აკეთებდა იმდენად რამდენადაც მას სჭირდებოდა ძალაუფლების შენარჩუნება. გესმით რა იყო საქმე. იმდენად რამდენადაც მას სჭირდებოდა ძალაუფლების შენარჩუნება საკუთარი კლანის კორუფციული გაძლიერებისათვის. ამასთან ერთ-ერთ გაზეთს უთხარი ინტერვიუში, რომ თავიდან მაშინ ნახლა თქვენ გახსოვთ, თავიდან აქ ძირითადი მოთამაშე იყო რუსეთი. დღესაც ის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა კავკასიაში და მაშინ მით უმეტეს იყო ალტერნატივო და შესაბამისად აი ყველანაირი ინტერესების დათმობის, ფაქტობრივად ანტიქართული ქმედებების შედეგად ამ დათმობების გაკეთებითაც მან შეინარჩუნა ძალაუფლება, ისარგებლა რუსული ქოლგით, ასეთი ხატება რომ ვიხმარო, დიახ და ისარგებლა ამ ქოლგით მივიდა გარკვეულ პერიოდამდე, სანამ რუსეთი ესე ვთქვათ დააჩაჩანაკა ალკოჰოლიკი ელცინის ქმედუუნარობამ და გადავიდა უკვე დასავლურ რელსებზე შემდეგ. მაგრამ ეს იმიტომ არ გაუკეთებია მას, რომ აი დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების მატარებელი და ადეპტი იყო. უბრალოდ იქ იხედავდა, რომ ასე ვთქვათ, დასავლეთი იმ მომენტში ყველაზე ძლიერი ჰეგემონური ძალა გახლდათ სოფლიო პოლიტიკაში. დიახ და ეს იყო და მადლობთ, ცოტნე მე არ მოგთხოვთ და არ გთხოვთ სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას, ეს თქვენ ერთხელ ამ სტუდიაში მოყევით და თქვენ ფეხზედ გახართ დღემდე მის გამო რომ ტრავმა გაქვთ მიღებული არაერთი ციხეში და ეს ფაქტია, ეს თქვენი შეფასებაა უკვე. მადლობა ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ცოტნე გამსახურდიას ნოდარ ნათაძეს, გოგი ხოშტარიას, აკაკი ასათიანს დაუბრუნდებით Facebook-ით. რამდენიმე პოსტი Facebook-ის პოლიტმეტრის გვერდიდან ჯუმბერ კირვალიძე ურთულესი დრო იყო ეროვნულ გამოთავისუფლებელ მოძრაობას კი ერთიანი ჩამოყალიბებული და შეჯერებული გეგმა თუ როგორ უნდა განვითარებულიყო დამოუკიდებელი საქართველოს რა სტრატეგია უნდა აერჩია მას არ გააჩნდა მეტიც თავი იჩინა ურთიერთშუღლმა და დაპირისპირებამ რომელმაც შეუძლებელი გახადა ერთსულოვნების მიღწევა ლიდერთა შორის ამის გამო ვერ მოხერხდა იმ საფრთხეების თავიდან აცილება რაც თან ახლავს ასეთი მასშტაბის იმპერიის ნგრევას ეროვნული მოძრაობის ლიდერების მხრიდან დაშლის რეჟიმში მყოფ იმპერიასთან თავიდანვე
მოპირისპირების რადიკალური გზა იქნა არჩეული, რამაც 9 აპრილის დარბევა და მსხვერპლი გამოიწვია. ინგა ღვინერია ბატონ გოგის მსგავსად რომ შეძლოს და ზუსტად გამსახურდიას მმართველობის შემდეგ მოსულმა ყველა მთავრობამ შევარდნაძის დროინდელმა და სააკაშვილის მთავრობამაც აღიაროს შეცდომები და ეს შეცდომები გაითვალისწინოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უკეთესად გავაგრძელებთ ცხოვრებას. კარგი შვილია ცოტნე, ეს პერიოდი მოითხოვს კარგანალისს და გახსენება საუცილებელია, რადგან ყველა ჩვენთაგანი მონაწილე ვიყავით. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი ავბედითი გამოცდილებიდან. მადლობა გამოხმაურებისთვის, გვეწვიეთ ხვალისთვისაც Facebook-ის პოლიტმეტრის გვერდზე და დაგველოდეთ 22 საათსა და 20 წუთზე.